ბავშვიდობის დღეს 25 მარტია ორშაბათი თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც, რომელსაც დღეს გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღვებით. ყველას ბედნიერ დღეს, ბედნიერ სამუშაო კვირას გისურვებთ და გილოცავთ ყველას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღს. მოგესალმებით, მეც მშვიდობიან დღეს გისურვებთ და მადლობას გადაგიხდით იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად ხართ და ასევე შეუერთდები ელისაბედის მილოცვას და მეც მინდა რომ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ასევე გითხრათ ისიც თუ ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან ერთად ვის მოიხსენიებს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია. დღეს აღინიშნება წმინდა კეთილმსახური მეფე დემეტრე თავდადებულის ხსენების დღე, ასევე მოიხსენიება გრიგოლ დიოლოგოსი, ღირსი სვიმეოღვთისმეტყველი, ღირსი თეოფანე აღმსარებელი და მართალი ფინეზი. ჩვენ ბუნებრივია რომ წმინდანების შემწეობას და მფარველობას გისურვებთ. და გადაცემის დასაწყისში მოკლედ გეტყვით თუ რას ნახავთ და მოისმენთ უახლოესი საათნახევრის განმავლობაში. თქვენთან შესახვედრად ემზადება კუკიის წმინდანო სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი არჩილ ხაჩიძე და ჩვენ ბუნებრივია რომ ავტოკეფალიის მნიშვნელობის შესახებ გვექნება მოგვართავთ საუბარი. ავტოკეფალიის საკითხებზე განვაგრძობთ გადაცემის მეორე ნაწილშიც საუბარს. ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. გამოიცა პირველი ეპიგრაფიკული კორპუსი ბორჯომის ხეობის წარწერების შესახებ. ორენოვან ნაშრომში შესულ მასალებზე უფრო ცვლად ავტორთან ერთად ვისაუბრებთ. გადაცემის შემდგომ ნაწილში შემოგვიერთდება ბატონი თამაზ გოგოლაძე. წუნა და წრუწუნა, ბომბორას სწავლას იწყებს საზამთრო და სხვა ჩვენთვის საყვარელი ქართული ანიმაციური ფილმები ეროვნულმა არქივმა და კინოსტუდია ქართულმა ფილმმა ციფრულ მატარებელზე გადაიტანა და ახალი სიცოცხლე შესძინა. თემაზე სტუდიაში ისაუბრებს კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორთა საბჭოს წევრი ბატონი გიორგი ხარებავა. გეტყვით იმასაც, რომ 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდეს და ნოტარისი ცხეთასპილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭუცაურის ხუმაფხაზების მიტროპოლიტი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლის აღავლენს და სრული შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ რომ დაესწროთ ამ მსახურებას. და ახლა ვიდრე მამა არჩილი შემოგვიერთდება, შემოგთავაზებთ ჩემეცნებითი ხასიათის ვიდეო რგოლს, რომელიც დაგვეხმარება სწორად მეტყველებაში. ორ ცეცხლს შუა დგას. ამ გამოთქმის ისტორია ოქროს ურდოს უკავშირდება. ურდოს ყაენთან შესახვედრად მისულ უცხოელს უკანასკნელი რამდენიმე ნაბიჯი ვიწრო ბილიკზე უნდა გაევლო. ბილიკის ორივე მხარეს დიდი ცეცხლი ბრიალებდა. ბრძანებელთან ასე მიახლოვება ძირითადად ვასალი ქვეყნის მმართველებს უწევდათ. ყაენის ნების დარღვევა ამ ორ ცეცხლს შუა კოცონზე დაწვით სრულდებოდა. პამიდორი სოფლიოში ყველაზე პოპულარული ბოსტნეული ევროპაში ამერიკიდან მე-16 საუკუნეში შემოიტანეს. ამერიკელი აბორიგენები ამ მცენარეს ტომატლს ეძახდნენ. ევროპაში ის ორი სახელით გავრცელდა: პომიდორი და ტომატი. პომიდორი იტალიელებმა შეარქვეს, ის ოქროს ვაშლს ნიშნავს. ქართულ ენაში რუსული გავლენით პამიდორი დამკვიდრდა. გებულობს სტარია სწორია იგებს წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. იდეალური სტარია სწორია იდეალური წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. ინაგურაცია სტარია სწორია ინაუგურაცია წეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. ნეგოციაცია ბარბარიზმია. ქართულია მოლაპარაკება. დაიცავი სახელმწიფო ენა. რული ბარბარიზმია. ქართულია საჭე. დაიცავი სახელმწიფო ენა.
გრძელდება გადაცემა კიდევ ერთხელ მიმამშვიდობისა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ხართ. სიამოვნებით წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, შემოგვიერთდა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. მიმამშვიდობისა მამა არჩილ, მადლობა რომ გვესტუმრეთ და გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და ყველა იმ წმინდანის ხსენების დღეს, რომელსაც დღეს აღნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მეც უარსდები რა თქმა უნდა. მიმამშვიდობის, მეც გილოცავთ და სრულიად საქართველოს და მთელ სამართლმადიდებლოს ულოცავ უძველესი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. აი ახსენეთ რომ უძველესი ავტოკეფალური ეკლესია, ჩვენ როდესაც ვესალმებით ხოლმე მაყურებელს და ვაცნობთ საეკლესიო კალენდარს, ვამბობთ სრულ დასახელებას, რომელიც ასე წარმოითქმის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, საინტერესო იქნება ალბათ მაყურებლებისთვის, რატომ ვამბობთ ასე, რამდენად მნიშვნელოვანია ის რომ ასე ვამბობთ, რადგან გარკვეული პერიოდი ჩვენ ვიცით რომ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც მრავალი საუკუნოვანი ისტორია აქვს, გარკვეული პერიოდი არ ვამბობდით ჩვენ ასე და მე-20 საუკუნეში იწყება ის მოძრაობა და ბრძოლა ერთგვარი ავტოკეფალიის აღდგენისთვის. ვიდრე ამ პროცესებზე ვისაუბრებდეთ, საინტერესოა რომ ცოტა უფრო შორეულ წარსულში გადავინაცვლოთ და დაუბრუნდეთ მოციქულების ეპოქას, რომელთაგან სამმა, როგორც ცნობილია მაყურებლებისთვის, ანდრია კანონელმა, სვიმონ მოციქულმა, პირველწოდებულმა და მატათამ იქადაგეს საქართველოში, როგორც ცნობილია მართლმადიდებელი ქრისტიანობა. მართალი ბრძანდებით, საქართველოს ეკლესია ნამდვილად არის უძველესი, თუმცა უძველესობას, რა თქმა უნდა, ეკლესიაში აქვს გარკვეული დატვირთვა, მაგრამ მთავარია რომ ეკლესია იყოს მართლმადიდებლური. რა თქმა უნდა, თავი და თავი არის ეს. და ავტოკეფალიის მართლმადიდებლობის განმარტებისას და სამოციქულოობის განმარტებისას არსებობს რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ძირითადი მიმართულება, რომელსაც ახსენებენ ხოლმე. ერთის მხრივ, თუ ეკლესია ფლობს სამოციქულოს სწავლებას, არის ესეთი მიდგომაც, რომ ყველა უნდა იწოდებოდეს სამოციქულოდ. ანუ უახლესი ეკლესიაც კი, აი დღეს რომ სადღაც შეიქმნას ეკლესია, ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესია, ვთქვათ, კენიაში, ის იქნება სამოციქულო, იმ თვალსაზრისით, რომ ის იქნება სამოციქულო სწავლების მატარებელი და მფლობელი. თუმცა ტრადიციულად სამოციქულო ეწოდება იმ ეკლესიას, რომელიც არის მოციქულთაგან დაფუძნებული და ეს ისტორიულ რეალობას ასახავს ხოლმე და ამ თვალსაზრისით დღემდე სამოციქულოდ იხსენიება იმ ისტორიული სიძველის და ხანდაზმულობის გამოხატულების აღსანიშნავად თავად მართლმადიდებლობიდან გასული ეკლესიებიც კი ამ შემთხვევაში ვთქვათ რომის ეკლესია, ამ შემთხვევაში ვთქვათ სომხური სამოციქულო ეკლესია და სხვები და ეს გასაგებია რომ აღნიშნავს ჩვენი მართლმადიდებლების მხრიდან მათთვის ამ პატივის არ დაკნინებას და არ წართმევას და პირიქით მათთვის შეხსენებას იმისას თუ რა ფესვებიდან დაიწყეს და ახლა ვთქვათ სად არიან. ანუ პირველ რიგში ეს ტერმინი ყველაზე ხშირად და ასე ტრადიციულად გაიგება ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობის აღსანიშნავად და როგორც სწორად აღნიშნეთ, საქართველოს ეკლესია დააფუძნეს თავად მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანონელმა, სხვადასხვა ვერსიით 5-მდე და მეტზეც ადის ხოლმე მოციქულთა რიცხვი, მატათა მოციქულმა, ბართლომემ ითვლება, რომ ბანას ცნობილი განსაკუთრებული ტაძარი სწორედ ბართლომე მოციქულის სახელზე იყო აგებული და არაერთი სხვა ეკლესია. ანუ მოციქულთაგან დაფუძნებული ეკლესია პირველივე საუკუნიდან თავისი უძველესი ტრადიციებით, უძველესი ტერმინოლოგიით დღემდე დგას მართლმადიდებლობისა და ქრისტეს სწავლების სადარაჯოზე და სწორედ ამიტომ ნებისმიერი გონიერი ადამიანისათვის დამოუკიდებლობა არის ის უძვირფასესი რამ, ეს იქნება სულიერი თუ ეს იქნება ფიზიკური, რისთვისაც ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება ღირდა და ეღირება. და აი ესე მოვდივართ დღემდე რომ ვიცავთ და ერთ შესწორებას შევიტან თქვენ თქვით ჩემო გიორგი რომ მე-20 საუკუნეში დაიწყო ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მე ვიტყვი რომ არასოდეს არ შეწყვეტილა, თუნდაც იმ მე-19 საუკუნეში. თუმცა უფრო აქტიურად აკეთეს. კი, ახალ ფაზაში ნამდვილად გადავიდა, დიახ. მამა არჩილ, ჩვენ ვიცით რომ უამრავი ჭირვარამი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ ისტორიულად, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა საფრთხე არ შექმნია მე-5 საუკუნის მეორე ნახევრიდან, რაც მისი ავტოკეფალი აღიარებული იქნა ანტიოქიის ეკლესიის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე. აი რა მოხდა, რა ვითარებაში გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია? კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ, ჩვენც გავიხსენოთ, მაყურებელსაც გავახსენოთ, ვიდრე ვისაუბრებთ თქვათ აღდგენაზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე. საფრთხე
საფრთხე რეალურად ცოტა არასწორია ვთქვათ, რომ არ შექმნია საფრთხე ძალიან ბევრჯერ შეექმნა. თუმცა არ გაუქმებულა. იმ მეოთხე საუკუნე ხო, საქმე იმაშია, რომ ერთ ერთხელ ამ საფრთხემ იმ კონდიციას ვერ მიაღწია, რომ ეკლესია გაუქმებული, ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმებულიყო. უბრალოდ ამ ბრძოლის პერიოდში უამრავი სხვადასხვა ადამიანი ეკლესია თუ არამართლმადიდებლები ცდილობდნენ საერთოდ საქართველოს ეკლესიის მოსპობას ჩვენ გადავჭით. მე-19 საუკუნის დამდეგს გაუქმდა სამწუხაროდ ძალიან უკანონოდ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1801 წლიდან დაიწყო ეს პროცესი, როდესაც ალექსანდრე პირველის მანიფესტით გამოცხადდა საქართველო უკვე რუსეთის ნაწილად, იმპერიის ნაწილად. შემდგომ ეს პროცესი უკვე გავრცელდა დასავლეთ საქართველოზე, სხვადასხვა სამეფო სამთავროებზე, თუმცა საქართველოს ეკლესია ინარჩუნებდა კვლავაც დამოუკიდებლობას და საქართველოს ეკლესია ისეთივე თვითდამწყსვადი იყო, როგორც მანამდე საუკუნეების განმავლობაში. და ეს იყო ძალიან მიუღებელი, მით უმეტეს მიუღებელი რუსეთის საიმპერიო აგრესიული ხელისუფლებისათვის. თუმცა განსაკუთრებით იმის გამო, რომ ისინი განსაკუთრებული ძალით ებრძოდნენ უძველეს და ძალიან დამსახურებულ დინასტიას, საქართველოს სახელმწიფოს, ეს იყო ბაგრატიონთა დინასტიას და საქართველოს ეკლესიას იმ ეტაპზე სწორედ ბაგრატიონი ანტონი ედგა სათავეში და მისი არსებობა მათთვის იყო ბუნებრივი საფრთხის შემცველი. ამიტომ ყველაფერი გააკეთეს, რომ 1811 წლისათვის ანტონი ფაქტობრივად იძულებულ გადასახლებაში გაეწვიათ საპატიო, ასე ვთქვათ, გადასახლებაში და პატიმრობაში გაეწვიათ რუსეთში. წელა ყველანაირად შეეცადა კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე რომ გაეწელა ეს პერიოდი, მაგრამ საბოლოოდ იგი მაინც წაიყვანეს და ამითი ფაქტობრივად მოხდა გაუქმება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და სულ რამოდენიმე წელიწადში ფაქტობრივად ჩვენი ეკლესიის მეორე ნაწილსაც დასავლეთის, ასე ვთქვათ, ნაწილს დასავლეთ საქართველოშიც წაართვეს უკვე თვითდამწვადობა ყველანაირად. ეს მოხდა დაახლოებით 1817-19-20 წლების პერიოდში, როდესაც იქაც საბოლოოდ ამოიძირკვა უკვე, ასე ვთქვათ, ქართული თვითმმართველობა. ეს რაღაც პერიოდი დაჭირდა ეკლესიის დამოუკიდებლობის წართმევასაც, თითქმის 20 წელი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გაუქმებიდან ეკლესია იდგა ამ თვალსაზრისით მაინც ფეხზე და ეს იყო იმედი ყოველი ქართველისთვის, რომ აღდგებოდა დამოუკიდებლობა. ეკლესიამ ასე მოახერხა. ავტოკეფალია აღდგა 1917 წლის 25 მარტს ვიცით, ამას მოყვა უკვე უნივერსიტეტის დაარსება, შემდეგ უკვე დამოუკიდებლობა ქვეყნის. ანუ სულიერი დამოუკიდებლობა წინ უძღოდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, შეიძლება ითქვას. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ სასულიერო პირები, ანუ სასულიერო დასი საქართველოსი ბევრად უფრო მზად იყო, მზადყოფნა მათში უფრო მეტი იყო თავისუფლებისა, ვიდრე ვთქვათ პოლიტიკურ სპექტრში და რას ნიშნავს ეს, რომ წინ უძღოდა სულიერი დამოუკიდებლობა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ქვეყნის დამოუკიდებლობას ზოგადად. ნებისმიერ შემთხვევაში რა არის სულიერი დამოუკიდებლობა ყოველთვის უპირატესია, იმიტომ რომ ჩვენ ბიბლიიდან ვიცით თავად ამის მაგალითი, როდესაც ებრაელი ერი, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, როდესაც გამოვიდა მოსე წინასწარმეტყველის წინამძღოლობით ეგვიპტიდან, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღმერთმა გამოიყვანა ისინი ამ ხელა მეწამული ზღვა გაიპო და მათი ხათრით მათ დასაცავად უდაბნოში ზემოდან ცვიოდა საჭმელი, ამის მიუხედავად ისინი ნატრობდნენ, რომ გვინდა იქ ვიყოთო ისევ უკან დაბრუნებულები, სადაც ასე ვთქვათ შეჩვეული ვიყავითო ცხოვრებას მონობაში, მაგრამ ეგვიპტეში. ასე რომ სულიერად თუ ადამიანი დამოუკიდებელი არ არის, მისთვის ეს დამოუკიდებლობა შეიძლება სატანჯველადაც კი იქცეს. მე ასე კატეგორიული ვერ ვიქნებოდი იმაში, რომ მხოლოდ სასულიერო დასი იყო მომზადებული ავტოკეფალიის მისაღებად, მთელი ერი იყო ამის მოსურნე. და არ შეიძლება გავმიჯნოთ ასეთ შემთხვევებში ის რაც საერთო ეროვნული ინტერესია ერი და ბერი. აქ თუ ერთად არ ვიქენით, ვერც ერი შეძლებს რამეს და ვერც ბერი მოახერხებს ცალკე რაღაცას. აქ უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთგულოვნება ნამდვილად და ამ ბრძოლაში მხარში ედგნენ ერთმანეთს, როგორც საქართველოს ეკლესიის ის ცნობილი ავტოკეფალისტები, რომელთა არაერთი წარმოადგენელი წმინდანადაა შერაცხილი და არაერთი ალბათ კიდევ შეირაცხება, ისევე საქართველოს უგვირგვინო მეფე და ასე ვთქვათ წოდებული დიდი სულნათი ილია ჭავჭავაძე, ასევე წმინდანად შერაცხული და არაჩვეულებრივი ქართველი ისტორიკოსები, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი და ყველა ფაქტობრივად იყო ქართველი ჩართული საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენაში. სულიერი დამოუკიდებლობის მოპოვება გახდა ის მუხტი, რამაც შემდგომში უკვე შესაძლებელი გახადა ეროვნული დამოუკიდებლობა. დიახ. აი საინტერესოა, რომ შეგვახსენოთ კიდევ ერთხელ, ამ ადამიანებთან ერთად, ვინც ახლა თქვენ ახსენეთ, კიდევ ვინ იბრძოდნენ
ავტოკეფალიის აღდგენისთვის და რა პროცესები მიმდინარეობდა იმ დროს. ეს შეიძლება ახლა სათქმელად იყოს მარტივი, მაგრამ იმ დროს ეს საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა და რაღაცა სწორ და გონივრული ნაბიჯების გადადგმას და საბოლოოდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, მაგრამ აი რა პროცესი მიმდინარეობდა, რასთან იყო ეს დაკავშირებული, კიდევ ერთხელ რომ გაგვახსენოთ. პირველ რიგში ეს იყო ბრძოლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგდებული დოკუმენტებისა და წყაროების მოპოვებისათვის. ანუ ეს იყო უზარმაზარი ინტელექტუალური შრომა, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთა დამპყრობელმა იმ ეტაპზეც და მანამდეც, რომ განადგურებული იყო მთლიანად საქართველოს ეკლესიის და საერთო სახელმწიფოს კანცელარია, საბუთები, მონაცემები, წყაროები და ნამდვილად არავის არ ეხალისებოდა ეს ყველაზე უფროსი და ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი და დამსახურებული შეიძლება იმ ეტაპზე დასუსტებული, მაგრამ ავტორიტეტით გაცილებით უფრო მაღალი ავტორიტეტის მქონე ეკლესიის აღდგენა. ამიტომაც ეს იყო ინტელექტუალური უზარმაზარი შრომა, წყაროების მოპოვების, ეს იყო ძალიან დიდი სულიერი ბრძოლა და ეს იყო ძალიან დიდი მორალური ჭიდილიც, იმიტომ რომ თითოეულმა იშვიათი გამონაკლისის გარდა თითოეულმა ავტოკეფალისტმა, კირიონ კათალიკოსმა, მაშინ ეპისკოპოსებმა ლეონიდემ, არაერთმა არქიმანდრიტმა, არაერთმა სასულიერო პირმა დეკანოზმა იწვნია როგორც გადასახლება და რამოდენიმეჯერ გადასახლება, რამოდენიმეჯერ სამოღვაწეო ადგილის გამოცვლა. ძალიან პირადი დევნა იქ თქვათ მათი წიგნების დაუბეჭდაობა, სტატიების დაჩეხვა სტამბებში, ეს იყო პირადი პიროვნული შეურაცხყოფები და დაცინვები იმისათვის რომ მათ ხელი აეღოთ ამ ყველაფერზე და ყველაზე ცუდი ის იყო რომ სამწუხაროდ ახერხებდა ხოლმე დამპყრობელი ამ შემთხვევაში რუსეთის იმპერია რომ ეპოვა, მადლობა ღმერთს რომ თითოეულა, მაგრამ სამწუხაროდ ის რომ მაინც ეპოვა ხოლმე 1-2 ქართველი, რომლების ხელითაც ისინი თითქოს და აი, თავად თქვენივე ქართველები არიან ისეთები, რომლებიც ავტოკეფალიას არ ითხოვენ და სწორედ ქართველებიც დაეპირისპირებინა ხოლმე სხვებთან ერთად ამ ავტოკეფალური მოძრაობისთვის. კი, ტრადიციული მეთოდია ყველა დამპყრობელისა, რომ შენიანის ხელით, ასე ვთქვათ, მოხდეს ცუდი რაღაც. მუხამად თქვა ხომ რომ ნაჯახი ვერაფერს მიზამდა ჩემი არ ერიოს. დიახ, მამარჩილ, რაც შეეხება ავტოკეფალიის გამოცხადებას, რა ვითარებაში გამოცხადა საინტერესო და შემდგომ რა პროცესები მოყვა ავტოკეფალიის აღდგენას, აღიარების თვალსაზრისით. ავტოკეფალიის აღდგენას წინ უძღოდა განსაკუთრებით, სწორად აღნიშნეთ თქვენ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან განსაკუთრებით გააქტიურება ავტოკეფალური მოძრაობის, ეს ბევრმა რაღაცამ განაპირობა საქართველოში ინტელექტუალურმა მგზავრობამაც, როგორც უკვე გითხარით, იმიტომ რომ წლები დაჭირდა ამ საბუთების მოგროვებას, ლიტერატურის გამოქვეყნებას, იმედის გაჩენას ხალხში, რომ ეს შესაძლებელი იყო. განსაკუთრებით და ამას დაემთხვა პოლიტიკური პროცესებიც, ამის უგულებელყოფა რა თქმა უნდა არ შეიძლება, იმიტომ რომ შესაბამისი ამინდი შეიქმნა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან განსაკუთრებით 1905 წლიდან, როდესაც ირყევოდა, ასე ვთქვათ, მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით რუსეთის იმპერია. ამ დროს დაიწყო სწორედ პირველი ესეთი აქტიური და ოფიციალური შეკრებები ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით. ამაში მონაწილეობას იღებდა და მეთაურები იყვნენ შემდგომში კათალიკოს პატრიარქი და იმ ეტაპზე დეკანოზი ქრისტეფორე ციცქიშვილი, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე და სხვები უამრავი სასულიერო პირი და მათ ბინებზე დგებოდა, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი. მათ რამოდენიმეჯერ ძალიან მძიმე დარბევა გადაიტანეს. ცნობილია სწორედ ეს 1905 წლის 31 ივნისის დარბევა, როდესაც მათრახებით ცემეს შეკრებილი საუნდელოება 400 სასულიერო პირზე მეტი გალახეს ჯარისკაცებმა, კაზაკების, ასე ვთქვათ, რაზმებმა და მძიმესი შეურაცხყოფები მიაყენეს მათ და პატიმრობაში ამყოფეს ისინი და აი ამ შეურიგებელ ბრძოლას მოყვა თანდათანობით მაინც ის, რომ ქართველებმა შევძელით დაგვესაბუთებინა, რომ ჩვენ ვართ ღირსნი და ჩვენ გვეკუთვნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ელემენტარულია, თუნდაც ნებისმიერი საეკლესიო კანონმდებლობით არსად არ არსებობდა ფაქტი საქართველოს ეკლესიის გაუქმების. ჩვენ ამაზე თანხმობა არასოდეს არ გაგვიცხადებია. არსად არ არსებობდა ფაქტი იმისა, რომ რუსეთის ეკლესიამ მიიღო თქვათ მსგავსი თხოვნა და შეგვიერთა. არსად არ ყოფილა ფაქტი იმისა, რომ მან განიხილა ეს საკითხი და
თავის ნაწილად გვცნო ჩვენ, არა, ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივი ანექსია, სასულიერო ანექსია ამ შემთხვევაში. ცნო რუსეთმა, რომ უკანონოდ იყო გაუქმებული საქართველოს ბოლომდე არ ცნობდნენ ისინი ამას, ბოლომდე არ ცნობდნენ და როდესაც 1917 წლის 12-25 მარტს ძველი ახალი სტილით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წაიკითხეს ქართველმა მოღვაწეებმა ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. ამ დროს ბევრი ავტოკეფალისტი, მათ შორის პირველი კათოლიკოს პატრიარქი აღდგენილი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისა იყო გადასახლებაში კირიონ კათოლიკოსი, შემდგომში მოხდა მისი გამორჩევა. ეპისკოპოსი კირიონი და სხვაებიც იყვნენ გადასახლებულნი, საერთოდ საქართველოში არ იმყოფებოდნენ. ეს იყო ძალიან დიდი ზეიმი მთელი ერისათვის. ამას მოყვა გაგრძელდა ეს ბრძოლა, ეს არ გვეგონოს რომ გამოვაცხადეთ და უცებ ყოლა დაგვეთანხმა, არა? იყო ბრძოლა იმისათვის რომ ჩვენ გვქონოდა მხოლოდ ეროვნული ავტოკეფალია, ანუ ტერიტორიული არ ყოფილიყო ჩვენი ავტოკეფალია, ჩვენ არ გვქონოდათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველებს არ ქონოდათ ბრძოლა, როცა მთლიანად ვერ ჩაახშეს ეს ყველაფერი, შეეცადნენ აი ამის შემოთავაზებას, რომ თქვენ ქართველების, ასე ვთქვათ, ეკლესია იქნებით, ხოლო ყველა დანარჩენი იქ ბერძენი, რუსი, ასურელი, უამრავი ეროვნება ცხოვრობს ჩვენ ქვეყანაში, ღმერთმა მშვიდობიანი თანაცხოვრების ძალა მოგცეს ყოველთვის. აი მათი, ასე ვთქვათ, ეკლესია იქნება ისევ, ასე ვთქვათ, რუსეთი. აქ იქნება მათი პარალელური, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავდა სრულ ავტოკეფალიას, ეს ნიშნავდა პირიქით უფრო მეტად დამცირებას საქართველოს ადგილობრივი ეკლესიისას. საეპისკოპოსოს დონეზეც კი აღარ რჩებოდა საქართველოს ეკლესია, ამას რა თქმა უნდა არ დავთანხმდით ჩვენ. ამას მოყვა ის უკვე თავად რუსეთში გადატრიალება, ეს პოლიტიკური პროცესი ნამდვილად დაერთო და ამ შემთხვევაში ხელშემწყობი გახდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ 1917 წლის რევოლუცია მოხდა უკვე რუსეთში, მოხდა იქ დიდი გადატრიალება, შემდგომ ოქტომბრის გადატრიალება, დროებითი მთავრობა, მენშევიკები, ასე შემდეგ და შეიქმნა უკვე ამიერკავკასიის ცნობილი ეს კონფედერაცია. და ამას მოყვა უკვე ის, რომ ჩვენთვის ხელსაყრელი გახდა ეს დრო. აღიარების პროცესი ერთბაშად არ დამთავრებულა იმ ეტაპზე, დაწყევლეს კიდევაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები და ავტოკეფალისტები. ზოგ-ზოგი ერთმა ძალიან რთულად და აგრესიულად განწყობილმა სასულიერო პირმა რუსეთის მხრიდან, თუმცა რუსეთისთვის ფაქტობრივად გაუგებარიც იყო ერთგვარად, რას ნიშნავს ეს ავტოკეფალია, იმიტომ რომ 1721 წლიდან მათ თავად არ ყოლიათ კათოლიკოს პატრიარქი და მათ თავად არ ჰქონდათ თვითმმართველობა. პეტრე პირველმა, პეტრე დიდმა გაუუქმა მათ პატრიარქის ინსტიტუტი და ეკლესია, რუსეთის ეკლესია აქცია იმ ეტაპზე და ნამდვილად საკმაოდ მძლავრი ეკლესია აქცია დაქვემდებარებული საერო ჩვეულებრივი პირზე, ეს იყო ობერპროკურორი, რომელიც პირდაპირ ემორჩილებოდა შემდგომში უკვე იმპერატორს. ანუ მათთვის მმართველობის ეს სრული დამოუკიდებელი ფორმა ისედაც მეტნაკლებად უკვე დავიწყებული და უცნობი იყო. მაშინაც კი როცა ჩვენ გაგვეუქმეს 1801 წელს, თითქმის 1 საუკუნის დაკარგული ჰქონდათ თვითონ, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი საეკლესიო მმართველობის პრაქტიკა. და ესეც ალბათ ხელისშემწყობი გახდა, რომ განსაკუთრებული აგრესიით იქცეოდნენ ჩვენს მიმართაც. სრული რუსეთის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდა უკვე 1953 წლის ოქტომბერში. აი ცნობილი უღმერთოთა კავშირი 1929 წელს მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ანუ ამ ფონზე პარალელურად ძლიერდებოდა, ასე ვთქვათ, ამუშავებდნენ სხვადასხვა მექანიზმებს, ხო? აი ამ წლების მანძილზე რუსები. ამან რამდენად იმოქმედა, ვთქვათ, და რამდენად ხელი შეუშალა აი ამ პროცესებს, იმიტომ რომ თქვენ თქვით, რომ საუბედუროდ ქართველების ხელით ხდებოდა ხშირ შემთხვევაში ის, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავს. ყოველთვის არა, მაგრამ ასე თქვა, ხშირ შემთხვევაში. აი ამ კავშირზე რა სიტყვით, რამდენად აკეთებდა ის თავის საქმეს? რა თქმა უნდა, ისინი იბრძოდნენ და ახლა ერთიც უნდა ვთქვათ, რომ ყველამ განიცადა, თუ ჩვენ საბჭოთა სისტემაზე ვიტყვით, ყველა რელიგიამ განიცადა, რა თქმა უნდა, დევნა, თუმცა განსაკუთრებული, აი უშეღავათო და პირდაპირ აი ესეთი მტრული დევნა იყო სწორედ მართლმადიდებლობის მიმართ და ეს მართლმადიდებლობის დევნა განსაკუთრებით აქტიური იყო რუსეთის და რუსეთის ეკლესიის და საქართველოს ეკლესიის მიმართ, იმიტომ რომ ეკლესია თავისი არსით მაინც ეკლესიაა და ქრისტესია, რა თქმა უნდა, და იქაც იყვნენ ის არაჩვეულებრივი გონიერი ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად აცნობიერებდნენ იმ მდგომარეობის უკანონობას, რაც იყო და ისინი მხარდამჭერები წყავდნენ საქართველოს ეკლესიას. არ უნდა ვთქვათ, რომ იქ არავინ არ იყო ისეთი, ვისაც ეს არ ესმოდა.
და ეს დევნა გულისხმობდა იმას, რომ ფაქტობრივად არა მარტო ინსტიტუციონალურად, არამედ აი ფაქტობრივად ცოცხალი ადამიანი აღაროდა დარჩენილიყო აღარავინ. ფაქტობრივად ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე იდგა ეკლესია. ეს ყოველთვის ასეა მეტნაკლებად, მაგრამ იმ ეტაპზე ეს იყო ნამდვილად ასე, იმიტომ რომ ეს იყო მთავრობა, რომელსაც შეეძლო კი არა ასეც აკეთებდნენ, საკუთარი დასახრეთი ტყვის თანხა წინასწარ უნდა გადაეხადა ადამიანს, მოკლედ ბიუჯეტში. თუ არა და შემდეგ უგზავნიდნენ ოჯახის წევრებს, რომ ეს თანხა იყო. ხო, თუ არა და შემდგომში, ასე ვთქვათ, ოჯახი იხდიდა იმ ტყვის საფასურს, რომელთაც იხვრიტებოდა მათი ოჯახის წევრი. ასე რომ გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებას, ამ ორგანიზაციას, რასაც მებრძოლ უღმრთოთა კავშირი და მისი შემდგომში ახალგაზრდული ფრთა ერქვა, ძალიან ბევრი ცუდი საქმე აქვს ნამდვილად გაკეთებული. დღევანდელ დღეზე საინტერესოა დასასრულისკენ მიდის ჩვენი საუბარი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი ამ ისტორიის გათვალისწინებით. რა სიტყვით, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს ერთ პუბლიცისტურ წერილში, ახლაც ომია, ხოლო ახლა სხვაგვარი ომია. რა სიტყვით, აი რა ნიშნებს ხედავთ იგივე ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე ხშირად ისმის ხოლმე საკითხი თუ რიგით მე რამდენად მოიხსენიება ეგრეთ წოდებულ დიპტიხში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ამას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, აქაც დღემდე არის რაღაცა გაურკვევლობა. რა ნიშნებს ხედავთ, თქვათ აი ამ ბრძოლა გრძელდება, რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება ყოველთვის. და ბრძოლა ყოველ თაობას თავისწილი აქვს ნამდვილად საბრძოლველი და ეს ყველა ქვეყანაში და ყველა ხალხში ასეა. ბრძოლა გაგრძელდა, როგორც გითხარით, 17 წელს კი გამოვაცხადეთ ჩვენი ავტოკეფალია, მაგრამ 53 წლამდე თავად რუსეთმაც არ გვაღიარა. 1990 წლამდე დანარჩენმა ეკლესიებმაც, ასე ვთქვათ, არ გვაღიარეს ავტოკეფალურ უფლებებში, თორე როგორც რაღაც ისეთ საეკლესიო წარმონაგმს და მართლმადიდებლობის ნაწილს გვაღიარებდნენ, მაგრამ სრულფასოვნად უფლებებს არ გვიღიარებდნენ და ამ ბრძოლაში გასაოცარი ღვაწლი გასწიეს კათოლიკოს პატრიარქმა კალისტრატემ, რომელიც წმინდანადაა უკვე რამოდენიმე წელია შერაცხული და განსაკუთრებული ღვაწლი გასწია ჩვენმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელმაც აი მართლაც იმ წინა კათოლიკოსების, წინა თავდადებული მოწამეების მსგავსი აი სიჯიუტე და შეუდრეკლობა გამოიჩინა ყველა ინსტანციაში და ყველა პოზიციაზე იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიას თავისი სრული და სრულფასოვანი უფლება ქონოდა მირონის მოხარშვისაც, მოხსენიებისაც, დამოუკიდებელი ეპარქიების დაარსებისაც, სასულიერო პირების კურთხევისაც და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რომელი ადგილი უნდა დავიკავოთ, ეს დღემდე განხილვის საგანია და არა მარტო ჩვენთვის. ფაქტობრივად ყველა ადგილობრივ ეკლესიაში, იმიტომ რომ ჩვენ მივყვებით ძველ ტრადიციას, რომლის თანახმადაც არსებობდა რამოდენიმე ადგილობრივი ეკლესია და პირველი იხსენიებოდა მათ შორის თავის დროზე რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის და მერე უკვე პირველები ვიყავით ჩვენ. რომი გავიდა, ამიტომ ჩვენ მეხუთე ადგილი დავიკავეთ, თუმცა ამჟამად მეხუთე ადგილს იკავებს რუსეთის ეკლესია და ჩვენ ვიხსენიებენ ცოტა გვიან. ძალიან დიდი მადლობა, მამარჩილ დაგვლოცეთ და გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს. შევახსენოთ მაყურებელს, სტუდიაში საუბრობდა კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი არჩილ ხაჭიძე. ჩვენმა ერთგულმა ტელემაყურებლებმა იცით, რომ როცა 9 საათი ახლდება, ერთად უნდა მოვისმინოთ შვიდღის ლოცვა და გადაცემის შემდგომ ნაწილში ძალიან საინტერესო თემებით განვაგრძობთ სტუმრებთან ერთად ეთერს, დაგველოდეთ. ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა,
და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხოვრო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენ და ღმერთო, გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. Sweet
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და გილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. განვაგრძობთ გადაცემა, შემოგვერთის სტუმარი, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმარი გახლავთ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. ბატონო სერგო, დილამშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და ულოცავ დღეს ამ გამორჩეულ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა მოგეხსენებათ და 12 საათზე მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენ სამადლობელ პარაკლის იმ დიდი ადამიანების უკტავსაყოფად, სულის უკტავსაყოფად, რომელიც ამ საქმეს ჩაუდგნენ სათავეში და ბოლომდე მიიყვანეს იგი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ამ გამორჩეულ დღეს ჩვენი ისტორიისთვის მობრძანდით, შეძელით ჩვენთან მოსვლა. საუბრობთ ჩვენ ბუნებრივი ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ვიდრე ვთქვათ ისტორიულ პროცესებს შევეხებით, რაც წინ უძღოდა ავტოკეფალიის აღდგენას, ზოგადად მნიშვნელობის შესახებ მინდა გკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ეკლესიისთვის ავტოკეფალიას? ეკლესიისთვის ავტოკეფალია იგივეა რაც სახელმწიფოსათვის დამოუკიდებლობა და ამათ ვერ გავყოფთ, როგორც საერო სახელმწიფოს დამოუკიდებლობა არის გადამწყვეტი ერის განვითარებისათვის, ასევე ეკლესიის ავტოკეფალიასაც იგივე მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ვინმე ოპონირება გამიწიოს და თქვას, რომ რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლური სამყარო ერთია და სად შევა კაცი და რა ენაზე ილოცებს, ღმერთი მაინც მას მიიღებს, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ ჩვენ გავიხსენებთ მეხუთე საუკუნეს, როდესაც ვახტანგ გორგასალის დროს მეხუთე საუკუნის 70-იან 80-იან წლებში ქართლის ეკლესიას უკვე კათალიკოზი ჩაუდგა სათავეში და ამის შემდეგ იწყება სრულიად ახალი ერა ქართველთა ეროვნული ცნობიერებისა და ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის განვითარების თვალსაზრისით. აი მაშინ დაიწყო უკვე წმინდა წიგნის თარგმნა ქართულ ენაზე, მაშინ დაიწყო უკვე ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის შექმნა, ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებაც მაშინ წამოვიდა, ქართული მრავალხმიანი საგალობელი სწორედ აი ამ დროს. ერთი სიტყვით, ავტოკეფალია მარტო სულიერ უშუალოდ წირვა-ლოცვასთან დაკავშირებული მოვლენა კი არ არის, ეს არის მოვლენა, რომელიც უწყობს ხელს ერის ინტელექტუალური და სულიერი განვითარების. აი ყველა შესაძლებლობას აძლევს ამით ხალხს და როცა წირვა-ლოცვა დედაენაზეა, მშობლიური ენაზეა და მშობლიური ფიქრებით უკავშირდები უზენაეს უფალს, ამას აქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენი ხალხი საუკუნეების მანძილზე განსაკუთრებით უფრთხილდებოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიას. ისევე როგორც სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამდენი სისხლი დაიღვარა, ამდენი ჩვენი წინაპარი დაიღუპა იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ერთის მხრივ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მეორეს მხრივ ეკლესიის ავტოკეფალია. იმიტომ რომ ეხლა წარმოვიდგინოთ, აგერ მე-19 საუკუნე თუ თბილისის მაგალითზე და ყველაფერი ნათელი იქნება. მე-19 საუკუნეში, როდესაც უკვე ჩვენ ავტოკეფალია დავკარგეთ, თბილისში არაერთი ტაძარი აშენდა. ჩვენ ხომ გქონდა უდიდესი ტრადიცია ქართული ხუროთმოძღვრებისა, გქონდა აშენებული გელათის, სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი და ასე შემდეგ. მაგრამ აბა შეხედეთ, მე-19 საუკუნეში აშენებულ ეკლესიას სულ ყველა ფაქტიურად არის რუსული ეკლესიის ერთადერთი გამონაკლისი არის ქაშვეთის ეკლესია და ამასაც ჰქონდა თავისი დიდი ისტორია. ანუ ყველაფერში ფაქტიურად, აი, როდესაც ავტოკეფალიას კარგავს ქვეყანა ეკლესია, აი ყველაფერში უკვე თავის ეროვნულს მასთან ერთად ივიწყებს და გადადის მათ იმ ეკლესიის, იმ ხალხის ინტერესებზე, რომლის ქვეშემდგომაში მოექცევა. როგორც გიორგი მერჩული ამბობს, ქართლად ფრიადი ქვეყანაა აღირაცხები, სადაც ქართული თაინითა ჟამი შეიწვრის და ლოცვაი ყოველი ადასრულებს. აი თქვენ მაგ გიორგი მერჩულის ამ სიტყვით გავაგრძელოთ, თუ შუა საუკუნეებში ჩვენი ქვეყნის ერთიანობაზეა საუბარი, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის მთავარი საყრდენები აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის დავესესხები იყო ქრისტიანობა,
ქართლის ცხოვრება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საქართველოს ისტორია იგულისხმება და ვეფხისტყაოსანი საერთოდ ქართული ლიტერატურა. ეს იყო ის საყრდენები, რის გარშემოც ერთიანდებოდა შუა საუკუნეებში საქართველო და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მქონდა დაშლილი, დაქუცმაცებული სამეფო სამთავროები მე-15-დან მე-18-ს ჩათვლით, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მცხეთის საკათალიკოსოს და მე-15 საუკუნიდან უკვე ლიხტიმერეთსა და აფხაზთა საკათალიკოსოს სახით იყვნენ ის საყრდენები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ჩვენს ერთიან ეროვნულ სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ ცნობიერებას. ბატონ სერგო, რომ მიუბრუნდეთ ავტოკეფალიის აღდგენის პროცესს, საინტერესოა ალბათ გავიხსენოთ რა პროცესია, რა ვითარებაა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროცესი, გულისხმობ პირველ საეკლესიო კრებამდე, ანუ როგორ მწიფდება აი ეს კრება და რა პროცესს გადიან იმდროინდელი საზოგადოების წევრები ამ კრებამდე. უნდა მოგახსენოთ, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ილია ჭავჭავაძე მეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დროს შეაფრიალა მამული ენა სარწმუნოება, ამ მოძრაობაში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლა და ილია ჭავჭავაძემ გვერდით დაიყენა ახალგაზრდა სასულიერო პირები, კირიონი, ლეონიდე, დეკანოზი, ნიკიტა თალაკვაძე, ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე და სხვები და ამათ ესენი არიან, ამათ მხრებზე გადაიარა უპირველეს ყოვლისა ამ იდეის გააქტიურებამ და ხალხამდე მიტანამ და პოპულარიზაციას. რაც მოხდა ამ დროისათვის. მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის მოგეხსენებათ, რუსეთის იმპერიაში უფრო აი სოციალურ პრობლემებზე მოხდა გადართვა და პოლიტიკური პარტიები, სოციალ-დემოკრატები იქნებოდა მენშევიკები თუ ბოლშევიკები თუ სხვანი, ძირითადად სოციალური თემატიკით აპელირებდნენ, მაგრამ ჩვენთან საქართველოში სამღვდელოება აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ბოლომდე ის გზა გააგრძელა, რომელიცაც მე-19 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის. მამა არჩილმა წეღან ბრძანა, რომ 1905 წელს აი ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ეზოში, ახლა სადაც ჭადრაკის სასახლეა, იქ იყო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, ჩატარდა სამღვდელოების საქართველოს ეკლესია საქართველოს საეგზარქოსოში შემავალი სამღვდელოების კრება. რა თქმა უნდა, ალექსიოპოლსკის არ სურდა ამ კრების ჩატარება, მაგრამ 440-ზე მეტი სასულიერო პირი ჩამოვიდა და ხელი მოაწერა პეტიციას, რომ უნდა აღდგეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ეს 400-ზე მეტი სასულიერო პირი ფაქტიურად თავის მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებდა, მაგრამ ესენი დიახ, გმირები არიან. შემდეგ, როდესაც იცილი გოლოვინის გამზირზე გამოვიდნენ პეტიციით, რომ მიერთმიათ ეს პეტიცია იქ მეფისნაცვლის სასახლეში, ვორონცოვ დაშკოვისათვის 2 კვირის ჩამოსული იყო ეს მთავარმართებელი უფრო სწორად და უნდა მიერთმიათ, რომ იმპერატორისათვის გაეგზავნა. იცოდნენ მათ, რომ წინააღმდეგობა შეხვდებოდათ, წავიდნენ ამაზე. ახლა როცა პეტერბურგში 1906 წლის შემოდგომაზე გაიმართა ეგრეთ წოდებული სინოდის წინარეს სხდომა, პრედსაბრანის საბორს ასე ეძახიან ამ სინოდის წინარეს სხდომას, განაარიცოდნენ ჩვენმა ავტოკეფალისტებმა, კირიონმა, ლეონიდემ, მაშინდელმა საერო პირებმა, ნიკომარმა, ივანე ჯავახიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, ალექსანდრე ცაგარელმა, ალექსანდრე ხახანაშვილმა, ზურა ბავალიშვილმა, რომლებიც აქ გამოდიოდნენ და ჰქონდათ პოლემიკა რუსეთის უწმინდესი სინოდის წევრებთან, რომ შედეგი არ იქნებოდა ამას, მაგრამ მაინც აგრძელებენ, თავგანწირულ ბრძოლას აგრძელებდნენ. 1906 წლიდან შემდგომ უკვე დაიწყო რეპრესიები ავტოკეფალისტების მიმართ, დააპატიმრეს კირიონი, დააპატიმრეს ამბროსი ხელაია, დაიწყეს დევნა ავტოკეფალისტებისა და ისინი ტერორისტებად გამოაცხადეს, განსაკუთრებით ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის შემდეგ, მაგრამ სულიერად არ გატყდნენ. აი გადასახლებაში ყოფნის დროს დაწერა ეპისკოპოსმა კირიონმა თავისი ნაშრომი საქართველოს კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში და აქ დარჩენილი მის თანამემამულეებს და თანამებრძოლებს ატყობინებდა, რომ ავტოკეფალიის საკითხი არ არის ასე ადვილი, რომ ერთი ხელის დაკვირით გადაწყდეს. თქვენ არ მოუყუროთ და უნდა გააგრძელოთ ეს ბრძოლა. და აქეთ ამხნევებდა და 1915 წლამდე მას ეპისკოპოსის ხარისხიც კი ჩამორთმეული ჰქონდა, მაგრამ აი სულიერად არ გატყდნენ და ამ მიზნისათვის ბრძოლაში იყვნენ ერთიანი და როგორც კი რუსეთის იმპერია 1917 წლის 25 თებერვალს შეიქმნა კრიზისული ვითარება და ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა, ქართველმა ავტოკეფალისტებმა აქ დარჩენილებმა
მყისვე ისარგებლეს შექმნილი ვითარებით 1917 წლის 8 მარტს დარიის მონასტრის მაშინდელმა წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ანტონ გიორგაძემ თავისთან იხმო რამდენიმე სასულიერო პირი დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე იყო აქ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ნოე ჟორდანია იყო სხვათა შორის ალექსანდრე ლომთათიძე და ასევე იპოლიტე ვართაგავა და იქ შეადგინეს სახელდახელოდ ის ტექსტი რომელიც შემდგომ წაკითხული იქნა 1917 წლის 12 მარტს და ერთი საინტერესო დეტალი როდესაც ისინი აცხადებდნენ მაშინდელი პრესა ახლა გამოდიოდა 2-3 გაზეთი ალბათ რომ მცხეთაში რუსეთის იმპერიაში მშვიდობის დასამყარებლად აღვავლენთ პარაკლის სამადლობელ პარაკლის ამას აცხადებდნენ რომ მთავრობას ხელი არ შეეშალათ და ფიქრობდნენ აბა ხალხი მოვა თუ არა და ანტონ გიორგაძე ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე იხსენებს ასეთ რამეს რომ როდესაც თბილისის რკინიგზის სადგურზე გავედითო სადგურის უფროსი მოვიდაო 12 მარტია დილა არის რა ხდება მეუფე მცხეთაშიო და ვიკითხეთო ჩვენო რა არისო 3 მატარებელი თელი შემადგენლობა გაუშვით და არ ყოფნის ხალხი კიდე იქით მიდის და უნდა დავამატოთ მაშინ ჩვენ თქვით რომ ამ ბრძოლას მოვიგებ და როცა მცხეთაში ჩავედითო სადგურიდან ფეხით წავედით სვეტიცხოვლისაკენ და ყველა მხრიდან ხალხი მოემართებოდა სვეტიცხოვლისაკენ ესე იგი ხალხი შემზადებული იყო ამისათვის და 12-ის ნახევარზე განიცადეს დროს გამოდის ეპისკოპოსები გურიეოდიშის ეპისკოპოსი როგორც უპირატესი იყო ლეონიდე ამ დროს კირიონმა ვერ მოასწრო ჩამოსვლა და წაიკითხა აი ეს დოკუმენტი რომ დღეიდან უკვე საქართველოს ეკლესია არის ავტოკეფალური. ეხლა წარმოიდგინეთ რა სიტუაცია იქნებოდა 100,000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა აქ ვინც სვეტიცხოველში ვერ შევიდა გარეთ იყვნენ და ამათ რომ მოაწერეს ხელი ამ ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტს შემდეგ ყველა ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა საპატრიარქოს არქივში არის დაცული დაახლოებით 10,000-ზე მეტი ხელმოწერა რომ აი რაღაც რეფერენდუმის სახეს მისცეს თითქოს რომ ყველა მხარს უჭერს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას და მოხდა ეს ავტოკეფალია გამოცხადა ძალიან კარგია რასაკვირველი მაგრამ შემდგომ როგორ წარიმართება მოვლენები ეს არის მნიშვნელოვანი შეიქმნა დროებითი მმართველობა ეკლესიისა გურიეოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდეს თავმჯდომარეობით და ამ დროებით მმართველობაში როგორც საერო ასევე სასულიერო პირები შევიდნენ და დროებითმა მმართველობამ 1917 წლის 13 მარტიდან 9 სექტემბრამდე იარსება და ამ დროებითი მმართველობის სხდომებზე ფილიგრანულად იხილებოდა თვითეული საკითხი. სადმე შეცდომა არ დაეშვათ, სამართლებრივი თვალსაზრისით არ დაეშვათ შეცდომა, ეკლესიური თვალსაზრისით არ დაეშვათ შეცდომა, იმიტომ რომ ესენი კარგად გრძნობდნენ ჯერ ისევ რუსეთის იმპერია, რომელსაც შეუძლია დიდი ვნება მოგვიტანოს, რომელსაც შეუძლია ჩაერიოს ამ დროებითი მმართველობის საქმეებში თუ ანტისახელმწიფოებრივ რამეს დაინახავს და ყველაფერი წყალში ჩაყაროს. ეხლა დაინახავს და სილს დაწამს. წარმოიდგინეთ, თქვენ ეხლა რა ბეწვის ხიდზე უხდებათ მათ სიარული. აქ გამოგზავნა პეტროგრადის მაშინდელმა ხელისუფლებამ საგანგებოდ უნივერსიტეტის პროფესორი პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი აღმოსავლეთის ეკლესიების ცნობილი მკვლევარი იყო რომ ისინი თანახმანი იყვნენ მოეცათ ჩვენთვის ეროვნული ავტოკეფალია რაც იქნებოდა კატასტროფა ჯერ ერთი მართლმადიდებელი ეკლესიებში არ არსებობს ეგეთი რამ ეროვნული ავტოკეფალია ეს ნიშნავდა იმას რომ აქ მორწმუნეები დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და ძალიან ცუდად წავიდოდა საქმე ისიც მოახერხეს დროებითი მმართველობის წარმომადგენლებმა რომ დელეგაცია გაგზავნეს პეტროგრადში მიუხედავად იმისა რომ კარგად იცოდნენ რუსეთის ეკლესიის სინოდს გაგონება არ უნდოდა არაფრისა მაგრამ ამ დროს მოგეხსენებათ პეტროგრადში ქართველი რევოლუციონერები იყვნენ კარლო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი და სხვები და დაეხმარნენ ესენი ჩვენს ავტოკეფალისტებს, რომელთაც სათავეში ედგან დელეგაციას ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე. ისინი შეხვდნენ დროებითი მთავრობის მეთაურს კერენსკის, შეხვდნენ სარწმუნოების მინისტრს, ისიც კერენსკი იყო გვარად და მის მოადგილეს კოტლიარსკის ობერპროკურორს და წარმოიდგინეთ რომ მიაღწიეს იმას რომ დაამტკიცებინეს რუსეთის დროებითი მთავრობას საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტი რუსეთის იმპერიაში.
ეს პატარა საქმე იყო ამ დროისათვის. ახლა რაც შეეხება ეგზარქოსის პრობლემა. ეგზარქოსი მოგეხსენებათ პლატონ რაჟდესტენსკი გახლდათ უკანასკნელი ეგზარქოსი, რომელიც 1915 წლიდან იყო უკვე თბილისში და მეორე დღეს ავტოკეფალიის აღდგენის მეორე დღეს ეპისკოპოსი ლეონიდე თავის თანხლებ პირებთან ერთად მივიდა ეგზარქოსის სასახლეში. ახლა სადაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ბრძანდება მეორე სართულზე, სადაც სამდივნოა, იქ იჯდა მაშინ ეგზარქოსი პლატონი. შევიდა ეპისკოპოსი ლეონიდე და გამოუცხადა, რომ თქვენ გადაყენებული ხართ ეგზარქოსის თანამდებობიდან. ეგზარქოსმა ყურადღებით მოусმინა მათ და განაცხადა, რომ მე ამ ყველაფერს პეტერბურგს მოვახსენებ. რასაც ისინი გადაწყვეტენ, იმის მიხედვით ვიმოქმედებ. ძალა არ იხმაროთ, ჩემზე თუ არა, ქალაქი რუსი ჯარისკაცებით არის გატენილი და ერთი თუ ვიყვირე, სულ ყველა ჩემ მხარეზე დადგება. ეს რუსი ჯარისკაცები საიდან აღმოჩნდნენ? პირველი მსოფლიო ომის დროს, როდესაც უკვე ფრონტის ხაზი მოირღვა კავკასიაში, ეს ხალხი გამოვიდნენ და თბილისში არიან, ჯერ აქედან ვერ მოახერხეს მისი გაყვანა და ეხლა წარმოვიდგინეთ, ეს რამხელა საფრთხის მატარებელი იყო. მაგრამ ამ დროებითმა მმართველობამ კიდევ მეორე ისე იმოქმედა, რომ არც ერთ შემთხვევაში ეგზარქოსებას ძალა არ დაუტანებია, თუმცა ეგზარქოსი აგვისტოში მაინც წავიდა აქედან, აი პირველი საეკლესიო კრება იმართებოდა რუსეთში ამ დროს და ბაქოს გზით გაემართა და მაშინ უკვე დათა ვაჩნაძის ხელმძღვანელობით ეროვნული დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი იყო, სპეციალური რაზმი შეიქმნა, რომელთაც დაიკავეს ეგზარქოსის სასახლე და ეპისკოპოსი ლეონიდე გადაიყვანეს იქიდან აი ამ ეგზარქოსის სასახლეში და როდესაც ლეონიდე ეგზარქოსის სასახლეში შედიოდა, ამ დროს ეგზარქოსის სურათები ჩამოეხსნათო და აწყობდნენო და ახედაო ლეონიდემო და დიდება უფალსო პირჯვარი გადაისახა და დაიწყო და გაგრძელდა ასე ეს პროცესი. ამ ავტოკეფალისტებმა აქ დარჩენილებმა თუ ჯერ კირიონი არ არის ჩამოსული და არც აი ამბროსი ხელეაც არ არის ამ დროს ჩამოსული, უпростоრად სტარაერუსადან პირდაპირ დელეგაცია შეუერთა პეტერბურგში რომ მოლაპარაკებას აწარმოებდა. აი უკვე 8 სექტემბერს გაიხსნა პირველი საეკლესიო კრება სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში და ამ დროს უკვე მომზადებული აქვს მართვაგამგეობის დებულება 1917 წლისა. საკითხები რა უნდა იყოს განხილული პარალელურად, ხო? აი ამას რომ უყურებ ყველაფერს და კითხულობ ამ დოკუმენტებს, გიჩნდება ის აზრი, საოცრება იყო ამ დროს მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სასულიერო პირებს შორის თელ რიგ საკითხებზე შეიძლება არ იყო თანხმობა, მაგრამ როცა საქმე ეხებოდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს, როცა საქმე შეეხებოდა ეკლესიურ ინტერესებს, აქ ისინი ერთად იყვნენ და ჩვენ ამას რისთვის ვიხსენებთ? ამას იმისთვის ვიხსენებთ, ძვირფასო ტელემაყურებლობა, მარტო ლამაზი ისტორია კი არ არის ეს. ეს უნდა გაითვალისწინოთ თითოეულმა თქვენთაგანმა, როცა საქმე ეხება სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს, ეკლესიის ერთიანობის ინტერესებს, მაშინ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოთ. ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები და ამით მოახერხეს მათ, რომ ასე საოცრად ფილიგრანულად წარმართეს ეს პროცესი და დააგვირგვინეს 1917 წლის 17 სექტემბერს, როდესაც აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი უნეტარესი კირიონ მეორე. მაშინვე დაიწყო უკვე ბრძოლა იმისათვის, რომ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია ეღიარებინა მართლმადიდებელ სამყაროს, გაიგზავნა საგანგებო ეპისტოლეები აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქებისადმი, გაიგზავნა ეპისტოლე რომის პაპისადმი, ყოველთა სომეხთა პატრიარქ კათალიკოსისადმი, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა, როგორც იტყვიან, უხმოდ, უპასუხოდ, იმ დროს იმდენად რთული ვითარება იყო მსოფლიოში. ერთადერთი არამართლმადიდებელი ეკლესია, სომხური ეკლესია გამოგვეპასუხა და მან, ასე რომ ვთქვათ, მხარი დაუჭირა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიას და საგანგებოდ მოავლინა კიდეც თავისი წარმომადგენელი პირველ ესა, როდესაც კირიონის კათალიკოსად კურთხევა ხდებოდა. დანარჩენი არავისაგან ჩვენ არაფერი პასუხი არ მიგვიღია. 1943 წლამდე რუსეთის ეკლესია ჩვენ ეკლესიას არ მიიჩნევდა როგორც მადლმოსილ ეკლესია და უკრძალავდა თავის მრევლს
საქართველოს ეკლესიაში შესვლას, ქართველი მღვდლებთან ზიარებას, აღსარებას და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით სქემატებად გვაღიარებდა 1953 წელს რომ მოხდა აღიარება. ეს რასაკვირველია, უშუალოდ იოსებ სტალინის სახელთან იყო დაკავშირებული და სტალინს ეს ჭირდებოდა იმისთვის რომ ამ დროს მას მიაჩნდა რომ არა კონსტანტინოპოლი უნდა ყოფილიყო ცენტრი, ახალი რელიგიური ცენტრი, არამედ მართლმადიდებლობის ცენტრი მოსკოვი უნდა ყოფილიყო და ამ გზაზე მას ჭირდებოდა ერთი კიდევ დამატებითი ხმა მართლმადიდებელ ეკლესიებში, ეს იქნებოდა საქართველოს. ეს ჭირდებოდა სტალინს მაშინ ისევე როგორც ერთდროს დაჭირდა შოთა რუსთაველის სახელს. დიახ, მაგრამ ეს ერთადერთი ახლა რუსეთის ეკლესია გვაღიარებს და კიდევ დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიები პირდაპირ უნდა ითქვას. მთელი პასუხისმგებლობით და გულწრფელობით რომ ამ საქმეს ვერც ერთმა პატრიარქმა უწმინდესი კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი ვერაფერი ძვრაველ ვეღარავით არის წინსვლა ამ გზაზე ვერ მოახერხეს მათ და ერთადერთი ვინც ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა ეს გახლავთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე შეიძლება ითქვას რომ წეღანაი მამა არჩილი ბრძანებდა საბუთები ძალიან ცოტა საბუთები იყო დარჩენილი ჟამთასიავისაგან რომელიც ჩვენ გამოგვადგებოდა მტკიცებულებად როგორც არგუმენტი აქ მე მახსოვს თანამონაწილეც ვარ მაშინ ახალგაზრდა ვიყავ და ბუნებრივია უფრო დიდი ხმა მეცნიერებს ასაკოვან მეცნიერებს ჰქონდათ რომელსაც დიდი გამოკვლევები ჰქონდათ ამ პერიოდისათვის აქ ძალიან გვიჭირდა ჩვენ და მისმა უწმინდესობა უნდა უნეტარესობა როცა შემოიკრიბა ქართველი მეცნიერები ესენი იყვნენ ბაბილინა ლომინაძე, მარიამ ლორდკიფანიძე, ნოდარ ლომოური და სხვები რომ ჩაერთნენ ზაზა ალექსიძე და სხვები რომ ჩაერთნენ ამ პროცესში დოკუმენტები ცოტა იყო და ეს მოლაპარაკებები ჯერ მისმა უწმინდესობამ როდესაც იგი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსი დაიწყო 1963-64 წლიდან მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა 1977-78 წლიდან და გაგრძელდა 1990 წლამდე. დაძაბული იყო ხშირად ეს მოლაპარაკებები, მაგალითად ერთს გავიხსენებ, თითქმის ყველაფერი დამთავრებული იყო, ყველაფერზე თანახმანი იყვნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და ისინი პრინციპულად რაზე დაობდნენ ჩვენთან, ჩვენ როცა მათ ვთხოვდით ამ ავტოკეფალიის აღიარებას. ისინი თანახმანი იყვნენ ეღიარებინათ 1917 წლის 12 მარტიდან ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და წყალში იყრებოდა ყველაფერი რაც მე-5 საუკუნიდან ჩვენ ავტოკეფალიის გზაზე გვქონდა და ბუნებრივია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ასეთ გადაწყვეტილებას არასდროს არ დაეთანხმებოდა. იყო ხოლმე მომენტები, როდესაც წმინდა სინოდის წევრები თითქმის მიდიოდნენ რაღაც კომპრომისზე პატრიარქი იყო ამ შემთხვევაში შეუვალი და ბოლომდე დაიცვა ეს პრინციპი, აი მირონის საკითხთან დაკავშირებით მაგალითად რა იყო რომ ისინი ამბობდნენ რომ მირონი ალექსანდრიას, ანტიოქიას, იერუსალიმს მიაქვს ჩვენგანა თქვენ წაიღეთ არაფერი პრობლემა არ არის და მისი უწმინდესობა ბრძანებდა რომ ისტორიულად ჩვენ გვაქვს ამის საბუთები თუნდაც გიორგი მაჩულის დრიგო ხანძთელის ცხოვრება და სხვა ან კიდევ ავტოკეფალია რომ მაგდგა პირველი რაც გააკეთა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ კირიონ მეორემ პირველი ეს იყო აი აღდგომის კვირაში ეს იყო 13 აპრილი 1917 წელს როდესაც მირონი მომზადდა. მაშინ ეს ანჩისხატის ეკლესიაში მომზადდა და აი ახლა წარმოიდგინეთ ამის შემდეგ მე-20 საუკუნეში 1920 წელს მომზადდა უკვე სიონის ეკლესიაში, 47 წელს მომზადდა ისევ სიონში, 62 წელს მომზადდა სიონში და ესენის ხო მაგალითები ქონდა ჩვენ ეკლესიას თუ არ ვიტყვით მე-18-ში, მე-17-ში, მე-15-ში და ასე წინა საუკუნეებში და მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე კატეგორიულად აყენებდა საკითხს რომ ეს უნდა დარჩეს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი. და უნდა მოხარშულიყო უკვე სვეტიცხოვლის და აი მისი უწმინდესობისაგან სწორედ დაბრუნდა ისევ სვეტიცხოვლში მირონის მომზადება 1980 წელს იყო პირველი მახსოვს ვესწრებოდი მე ამ მირონის მომზადებას და ერთი სიტყვით დელეგაცია თითქმის მზად იყო ახლანდელი პატრიარქი რომ არის ბართოლომეოს სოფლიო პატრიარქი მაშინის ფილადელფიის მიტროპოლიტი იყო და ამ მოლაპარაკების დროს თითქმის ჩაიშალა იმიტომ რომ პატრიარქმა უარი განაცხადა თუ იქ მირონის მომზადებაზე არ იქნება საკითხი რომ ეს ვეკუთვნის ჩვენ არ გვინდა ეგეთი აქ იყო კომპრომისი დიახ და ბოლოს ისინი დათანხმდნენ როგორც იყო მირონთან დაკავშირებით ისტორიულად როგორც იყო და ისტორიულად მირონს მომზადებით ჩვენ. ეს ყველაფერი მაპატიეთ. ეს ყველაფერი
ამ პიროვნების მისი უწმინდესობის სახელთანაა დაკავშირებული, სხვა არაფერი გაეკეთებინა პატრიარქს მარტო ამ ერთი საქმით, ისევე როგორც 1917 წლის ავტოკეფალიის აღდგენელნი დღეს არიან ჩვენთვის პატივდებული და უნდა იყვნენ, რასაკვირველია, მარტო ეს იქნებოდა პატრიარქის 8 წლისათვის როგორც გვირგვინი. და უდიდესი მნიშვნელობა ქონდა ბუნებრივია აღიარებას. აი ბევრჯერ ჩნდება ხოლმე შეკითხვა, რომ 17 წელს ხომ აღვიდგინეთ და ვთქვათ იბნევა ზოგი, რომ 53 წელს რუსეთმა გვაღიარა, შემდეგ სოფლიოს საპატრიარქომ უკვე 90 წელს მე-20 საუკუნის მიწურულს და ვთქვათ აი ვერ ხვდებიან განსხვავებას, რა არის აღდგენასა და შემდგომ უკვე აღიარებას შორის. და მოკლედ რომ შეაფასოთ, ვთქვათ აღიარების მნიშვნელობა. დავიწყოთ ისევ დავუკავშიროთ, როგორც სახელმწიფო, როდესაც დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, თუ ის აღიარებული აიხსნა დანარჩენი სახელმწიფოებისაგან, მას მომავალი არ აქვს. ასევე ეკლესიის ავტოკეფალია. ეხლა 1917 წელს ჩვენ რომ აღვიდგინეთ ავტოკეფალია, რუსეთში რთული პროცესები იყო და ვერ მოიცალეს ჩვენთვის მათ. აი 1917 წელს პატრიარქმა ტიქონმა ანათემას გადასცა ბოლშევიკები და ის ფაქტიურად ჩინაპატიმრობაში იყო, ის ვერ ასრულებდა პატრიარქის უფლებამოსილებას. 1925 წელს გარდაიცვალა და მერე მოსაყდრე იყო იქ სერგი სახი და იმათ არ ეცალათ ჩვენთვის. იმათ რო ჩვენთვის მოეცალათ, ჩვენ ამ ყველაფერს წაგვართმევთ. იქნებოდა გაუთავებელი ომი ამაზე, ვერ მოიცალეს. და აქეთ ჩვენი ავტოკეფალისტებიც ძალიან მყარად იდგნენ და ძალიან ძლიერი პატრიარქები იყვნენ, სასულიერო პირები და 53 წელს როცა რუსეთის ეკლესიამ აღიარა ჩვენი ავტოკეფალია, ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ თვალსაზრისით სიმყარე, რომ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის სიმყარე ყოფილიყო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მსოფლიოს დანარჩენი ავტოკეფალური ეკლესიები თუ რუსეთთან კონფლიქტი ექნებოდათ მათ, თავ შეიკავებდნენ ამაზე, მაგრამ ახლა უკვე გზა გაიხსნა და დადგა საკითხი, რომ უკვე სოფლიოს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს ეღიარებინათ, მაგრამ გასული საუკუნის 40-50-იან წლებში, როდესაც საბჭოთა იმპერია ჩაკეტილი სივრცე იყო, ეს ურთიერთობები ფაქტიურად არ არსებობდა და როცა უკვე ცოტა გაიხსნა და მიეცა შესაძლებლობა ჩვენ ეკლესიას საერთაშორისო მართლმადიდებელ ფორუმებზე მონაწილეობა მიიღო, მერე უფრო აქტუალური გახდა და მისი უწმინდესობა და უნეტარესობა 1977 წლიდან უკვე როცა გადის აი ამ ფორუმებზე როგორც პატრიარქი 78 წლიდან რეალურად რო ვთქვათ, ყველა ეკლესიაში აგზავნის პატარა აი ინგლისურ ენაზე შედგენი ცნობარებს ჩვენი ეკლესიის ისტორიის შესახებ და მისი ავტოკეფალიის შესახებ. ანუ ამით მან შეამზადა ფაქტიურად ის მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქები და გარდა ამისა პირადი ურთიერთობები გადამწყვეტ როლს ასრულებდა. მაგალითად ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი ეს იყო ნიკოლოზ მე-6, რომელიც რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში და გადამწყვეტი როლი შეასრულა მან. ფაქტიურად ყველა მართლმადიდებელი ეკლესიასთან ერთგვარი აი შუამავლის როლში იყო ის, რომ დაეჩქარებინათ ეს პროცესი. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პატრიარქი როდესაც დაბრუნდა კონსტანტინოპოლიდან 1990 წლის 4 მარტს, როცა ეს ავტოკეფალიის დოკუმენტი მიიღო, საგანგებო ციონში წირვაზე განაცხადა, რომ ამიერიდან ჩვენი ეკლესიის თავისუფლებას ვეღარავინ ვერ შეეხება. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც მრავალი საუკუნე ელნოდა საქართველოს ეკლესია. გილოცავთ. აი ესე დაასრულა მან თავისი გამოსვლა და ჩვენც ასე დავასრულოთ. დიახ, ჩვენც ასე დავასრულოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ სავადელფოს ბატონ სერგო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი და ისაუბრეთ ამ საკითხს და შევახსენოთ მაყურებელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე. სტუდიაში საუბრობდა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. გრძელდება გადაცემა. ახლა ერთად ნახოთ ვიდეო, რომელიც შეგვახსენებს თუ როგორ გაფერად და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ძველი ქართული მულტფილმები და როგორ გადავიდა ისინი ციფრულ მატარებელზე და შემდგომ უკვე უფრო ვრცლად სტუდიაში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ამ თემაზე. დაგველოდეთ. დროებით. შეგონია კისკან ყვილად აწერია? ეზოში არის დაღლია. ვაში მოივა. როგორ არ აქვს თქვენი? ურშა, ჩვენთან გამომიტანე. როწულ, ხვალ თუ შენი პატარძალი არ ჩაგაბარო, ეს ბიჭი მოკვდეს. ეს იმ
მწრედს გაუმარჯოს, რომელიც რომა გალიაში იტანჯება და თავის გულის სწორს ელოდება. ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც წყალში დგას და ცეცხლი უკიდია. ქვეყნადებს ხელმოვერი მეორდეთ მოვალ დუნიად სადაც არასჯობს გასვალჯობს მე ასე ამიგონია ამდეილევა ქეიცით ამ ქვეყნად მჯობნის მჯობია შენ მარტალი ხარ გოჭებთან არ შეუძლიათ არ დაიგარ. ხოჩაღი გოჭი ხარ და სატრაბახოთ ისიც კმარა რომ ერთხელ მაინც იფრინე. როგორ გამთელდა? აბა პირდაპირ ეთერში ნამდვილად გამახსენდა ჩემი საყვარელი მულტფილმები, ახლა უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინეს მათ და სწორედ ამ თემაზე განვაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუდიის სტუმარი კი გახლავთ კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორთა საბჭოს წევრი ბატონი გიორგი ხარებავა. ბატონი გიორგი, დიდი ლამშტობისა. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუდიის სტუმარი. დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. სხვათა შორის თქვენ იყავით ჩვენთან დავაანონსეთ ეს პროექტი, რასაც ქართული მულტფილმების გაციფრულება, ციფრულ მატარებელზე გადატანა და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება ქვია. ძალიან კარგია რომ უკვე ჩვენ გვაქვს განხორციელებულ პროექტზე საუბრის შესაძლებლობა. საინტერესოა რამდენად რთული პროცესი იყო ეს, რამდენი მულტფილმი მოიცვა თუ არა ყველა ჩვენი საყვარელი მულტფილმი. ხო, გეტყვით რა თქმა უნდა, იცით რა, პროცესი რთულია, ბუნებრივია, თვითონ მხოლოდ გაციფრება არ შედის აქ აღდგენით პროცესებში, არის ბევრი სხვადასხვა ეტაპი გასავლელი, მათ შორის ეს არის პირველი ფიზიკური რესტავრაცია, თუ ამას საჭიროებს ფირი, გაწმენდითი სამუშაოები, შემდეგ ამის ციფრში გადატანა, მერე უკვე ციფრში რესტავრაციის სამუშაოები და მინდა გითხრათ, რომ მაშინ ჩვენ შევხვდით ზუსტად დავაანონსეთ, რომ იქნებოდა ეს ჩვენებები. დღეს უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შედგა ეს პროექტი. უпростоრად მინდა გითხრათ, პროექტი უფრო მეც მოიცავს, მაგრამ თვითონ ეს ნაწილი ანიმაციას, ხო? ეს ნაწილი, რომლითაც ჩვენ გვინდოდა მოგვესინჯა ჩვენი ძალები, სხვათა შორის აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ამაში გიორგი კაკაბაძეს, ის გახლავთ ეროვნული არქივის კინომმართველობის ხელმძღვანელი დირექტორი და რომა რაის ალბათ არ შედგებოდა ეს პროექტი, რომა თვითონ ეროვნული არქივის ხელმძღვანელობის მოწადინება ვერ შედგებოდა ეს პროექტი და რომა მათი ახალი დარბაზი, რომელიც არის შესანიშნავად გაწყობილი და თანამედროვე ყველანაირი ტექნიკა არის იქ და საშუალებები იმისთვის, რომ დიდ ეკრანზე მშვენიერ ხარისხში უყურო და მოისმინო. ანუ ამასაც ითვალისწინებს პროექტი, ხო? დიდ ეკრანზე. კი, დიდ ეკრანზე ჩვენებები უკვე მიმდინარეობს, მინდა გითხრათ, დაიწყო ეს პარასკევს იყო გახსნა და შემდეგ აი ამ კვირის შაბათამდე მიმდინარეობს ყოველდღიური სეანსები. მინდა გითხრათ, მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს არის ცენტრალური სახელმწიფო ეროვნული არქივის შენობის გვერდით არის ახალი დარბაზი, რომელშიც
მიმდინარეობს ეს სეანსები და არის ყოველ დღე 3 საათზე, გარდა შაბათისა, შაბათს იქნება საღამოს 7 საათზე. თუ არ გაქვთ ესე და 8 სეანსი იყო დაგეგმილი და შემდეგ იცით რა არის, ისეთი მოთხოვნა აღმოჩნდა, ისეთი ანშლაგით მიმდინარეობს ეს ჩვენებები, რომ არ ვიცი, შეიძლება დაამატონ კიდევაც. პრინციპში ეს პროექტი თავისთავად ყველაფერთან ერთად, რასაც მოიცავს თქვა გაციფრულება და გადატანა ციფრულ მატარებელზე, მოიცავს ალბათ იმასაც, რომ მოხდეს ერთგვარი პოპულარიზაცია ძველი ქართული მულტფილმებისა, ხო? იგივე ახალ თაობაში. დიახ. და ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ მიმდინარეობს ესეთი ანშლაგით სეანსები, რომ გაამართლა ამ პროექტმა. ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს, იცით, აი ის რომ ჩვენ აქამდე ბავშვებს ჰქონდათ საშუალება ენახათ სადღაც ინტერნეტში ძალიან ცუდ ხარისხში არსებული ქართული ანიმაციური ფილმები, ეს მათ აღარ აძლევდათ არანაირ სტიმულს, რომ ან მეორედ ენახათ, ან საერთოდ სხვა ქართულ ფილმებზე წარმოდგენა ქონებოდათ და ალბათ უფრო მშობლების მონდომება თვითონ ბავშვების მოყვანა ამ სეანსებზე, იმიტომ რომ მათ ახსოვთ როგორი იყო ჩვენი ქართული ანიმაციური ფილმები და ბავშვებსაც ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვაჩვენოთ კარგ ხარისხში და მათ არ ეგონოთ, რომ წარმოდგენა არ შეუქმნათ, რომ ქართული ანიმაციური ფილმები თუ ზოგადად ქართული კინო იყო უხარისხო. და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, როდესაც აღზრდელობით საქმიანობას ვახორციელებთ თქვათ ბავშვებისას. აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ასეთი ტიპის შემეცნებითი აღზრდელობითი საქმიანობა, რასაც ჩვენ მაგალითად ანიმაციაში ვხვდებით, ის სიკეთე, რომელიც არის ქართულ ანიმაციაში. პირველად ვხედავ მე ასეთ. ის რაც ქართული სული, რომელიც არის ჩადებული ქართულ ანიმაციაში, ვერც ერთი უცხოური ანიმაციური ფილმი ამას ვერ გადმოგვცემს. და თუ ამაზე არ გაიზარდა ბავშვი, ძალიან რთულია, რომ დღევანდელ დღეს რაიმე მოვთხოვოთ, მე მომავალში მოვთხოვოთ რაიმე, რომ რატომ არ ახარ შენ ის ქართველი, რომელიც ჩვენ გვინდოდა რომ გაგვეზარდო. მით უფრო დღეს რა დამეთანხმებით ბატონ გიორგი, როგორ არიან მიჯაჭვულები ბავშვები აი ამ ინტერნეტ სივრცეს და ფაქტობრივად ვიდეოდან ვიდეოზე გადადიან და ზოგჯერ შეიძლება ისეთ სრულიად წარმოუდგენელ სისულელეს უყურონ, რაც არაფრის მიმცემი არ არის და ბუნებრივია ეს მათზე ახდენს გავლენას. ამ ფონზე ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რადგან ახლა თქვენ საუბრობთ. დიახ, იცით, ჩვენ დღეს ამ გლობალიზაციის პირობებში ვერ განუსაზღვრავთ ბავშვებს უკვე, რომ ეს ამას არ უყურო და ამას უყურე, იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი მაგრამ ალტერნატივა შეიძლება შევთავაზოთ. დიდი საშუალებები აქვთ უკვე ნახვის ჩვენი ბავშვობიდან განსხვავებით. როდესაც ერთი არხი იყო თუ ორი არხი და იქ როდის გავიდოდა მულტფილმი მთელი საღამო ველოდებოდით ხოლმე, დღეს მთელი დღე შეუძლიათ უყურონ განუწყვეტლივ ანიმაციური ფილმები და არის სულ უცხოური ანიმაციური ფილმები. აი ამ დიდ ნაწილში ხო შეიძლება რომ ჩვენ მივაწოდოთ თუნდაც ეს მცირედი რაც გაგვაჩნია, მაგრამ ხარისხიანი და კარგი. მინდა გითხრათ რომ ქართული ანიმაციური ფილმები ხა ზუსტი რაოდენობა ალბათ არც არის დაზუსტებული, მაგრამ დაახლოებით 300-მდე ანიმაციური ფილმია, რომლის აღდგენაც შესაძლებელია, პლუს დაემატება ამას ახალი ანიმაციური ფილმები, რომელიც ბოლო წლებში გაკეთდა და ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ ბავშვებს დიდი სპექტრი, სხვათა შორის ასაკობრივი სხვადასხვა ასაკობრივი ტიპებისთვის, იმიტომ რომ ქართულ ანიმაციაში არის ფილმები, რომელიც არის განკუთვნილი მაღალი ასაკისთვის და არის მცირე ასაკისთვის, თქვა სკოლამდელი, დამწყებითი სკოლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოს შექმნილი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე წყვეტა იყო ძალიან ბევრ დარგში და მათ შორის ქართული ანიმაციაც არ იყო გამონაკლისი. ამ მხრივ ალბათ ძალიან მეტად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ძველი ქართული მულტფილმების გაციფრულება მოხდა და თქვათ შეგვიძლია რომ უკვე ხარისხიან ქართულ მულტფილმებს ვუყუროთ, თუ მოხდება მათი ატვირთვა ინტერნეტ სივრცეში საინტერესოა. და თუ გავავთ თქვათ სხვადასხვა ტელევიზიის ეკრანზე თუ გვექნება საშუალება რომ ნახოთ. იცით რა, რომ გარდა სეანსების ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ალტერნატივა შევთავაზოთ ჩვენს პატარებს, ბავშვებს და ეს თუ მოხდება თქვათ ინტერნეტ სივრცის საშუალებით, თვად უკეთესი იქნება. დიახ, გარკვეული პროექტი უკვე
მოხაზული გვაქვს როგორ შეიძლება ამისი განვითარება ამ პროექტის და სად შეიძლება განთავსდეს და როგორ, მაგრამ მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, რომ ვისაც რა მოუნდება, მოკიდებს ხელს და სადაც უნდა იქ დააგდებს. ეს საშინელებაა, იმიტომ რომ ამითი ვერასოდეს ვერ მივახცევთ განვითარებას, ეს არის პირდაპირ ქურდობა და მოყარვა. ეს იქნება, რა თქმა უნდა. თქვა თუ გაკეთდება სპეციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია. ეს ყველაფერი ჩაფიქრებული გვაქვს, უბრალოდ არ ვიცით როგორ შეგვეწყობა ხელი, მინდა ვთქვა რომ თვითონ ეს პროექტი საერთოდ 0 ბიუჯეტით იყო დაწყებული და დღესაც 0 ბიუჯეტი გვაქვს. უბრალოდ მოვცადეთ, რამდენად შეიძლებოდა რომ გარკვეული ანიმაციური ფილმები აღგვედგინა და ამითი გავაკეთებდით მე სწორ გათვლებს, ვთქვათ, რამდენ ხანში შევძლებდით ჩვენი საშუალებებით თუ მომავალში იქნება ფინანსური ნაწილი, ვთქვათ, რა ასე რამდენად სწრაფად წავა ეს პროცესი და ასე შემდეგ. და რთული პროცესი არის, ტექნიკური თვალსაზრისით. აი ტექნიკური თვალსაზრისით ბატონ გიორგი საინტერესოა, მეც ჩავერთვები, ვთქვათ, გარდა ფერისა ალბათ ხმის გამოსახულების კორექცია ერთდროულად ხდება, რაც ჩვენი დილეტანტის გადასახედიდან ხვდებით, რომ საკმაოდ ესეთი სკრუპულოზური და ესეთი სამუშაოები, მინდა გითხრათ, რომ განაწილებულია, მაგალითად ხმას აკეთებს ხმის სპეციალისტი, ხმის რეჟისორი, რომელიც წმენს და თუ საჭიროა ვეძებთ, რომელი ვთქვათ, ორიგინალთან მიახლოვებული რა ფორმით შეიძლება არსებობდეს სადმე შენახული ფირი. შემდეგ იქიდან ხდება გადაწერა, მისი ციფრული დამუშავება და ასე შემდეგ და ხმა ყველაზე რთული ამბავი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ზოგიერთი ხმა დაკარგულია, სრულად დაკარგული არ ვამბობ, უბრალოდ ორიგინალია დაკარგული. ზოგიერთი მაგალითად ხმის ნაწილობრივი დაზიანებებია, რომელსაც აღდგენა ჭირდება და იმ ადგილს, მოყვება ძალიან ბევრი ხრიწინი, ხმაურში დაზიანებები, ხარვეზები, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ვთქვათ, თუ ძალიან ბევრი შრომა არ ჩადე, მიიღო ის, როგორიც იყო ორიგინალში, სულ თავიდან, ხო? ასევე რა თქმა უნდა, გამოსახულებაშიც არის ძალიან ბევრი სირთულე, შეიძლება აკლდეს რაიმე ნაწილი, მერე ის მოვძებნოთ სადღე სხვა რომელიმე ასლში თუ არის, იმიტომ რომ ორიგინალში ვთქვათ, დაკარგულია რაღაც მსგავსი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კინოსტუდია ქართულ ფილმში აღმოჩნდა საკმაოდ დიდი რაოდენობა შემონახული ასეთი ანიმაციური ფილმებისა, ნაწილს ინახავს თავად სახელმწიფო არქივი და ის რაც ჩვენთან არ არის, ალბათ იძულებულები გავხდებით, რომ რუსეთიდან, სადაც ინახება ჩვენი ძირითადი კინომემკვიდრეობა, იქიდან მოვითხოვოთ და ჩამოვიტანოთ, თქვათ, ფილმები, ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ისედაც კარგი ორიგინალებს არ მოგწონს. თოვლის გუნდა თუ გაციფრულდა, მე მაინტერესებს. თოვლის გუნდა ჯერ არა, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ რა თქმა უნდა, მაგასაც გავაკეთებ. ჩვენ ავიღეთ რამდენიმე, არა, ჭრიქტაკორწილი ჯერ არ გაკეთებულა. თუმცა წუნა დაწრუწუნა ვიცი, რომ წუნა დაწრუწუნა კი გაკეთდა, კი ბატონო, 9 ანიმაციური ფილმია, რომელიც ჯამში ერთ სეანსში ადგენს და ეს სეანსი ყოველდღე მეუღლება. და საინტერესოა რომ წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის ფილმები, სხვადასხვა პერიოდის ფილმები, ასე ვთქვათ, ანიმაციური, არის 60-იანი წლებიდან მოყოლებული, 90-იანი წლების დასაწყისით, სხვადასხვა პერიოდის, ვთქვათ, დავარქმევდი ასე ჟანრობრივადაც განსხვავებულები, ასაკობრივი ჯგუფით განსხვავებული და ასე შემდეგ. ბატონ გიორგი, თითქმის აღარ დაგვრჩა დრო, თუმცა აუცილებლად მინდა კითხოთ, როგორც კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორთა საბჭოს წევრს, თქვენ ბუნებრივია გექნებათ ინფორმაცია მეუფე ისაიას მიერ შექმნილი ანიმაციური სტუდიის შესახებ, რომელიც საკმაოდ პოპულარულია არა მხოლოდ უკვე საქართველოში, საერთაშორისო გახდა ის ფესტივალი, სადაც ნიკოზე ოსკაროსანი, დიახ, პროფესიონალებიც კი ჩამოდიან ხოლმე. აი რა სიტყვით, ეს რატომ გაუკეთე ეს შესავალი? ზოგადად ელისაბედმა თქვა, რომ იყო გარკვეული წყვეტა ამ სფეროშიც სხვა ბევრ ამასთან ერთად. აი ახლა რა ეტაპზეა საინტერესოა, რამდენად ისე ვიკიდებს ფეხს, რამდენად პოპულარულია და იწვევს თუ არა ამ პროფესიის ადამიანებში და იგივე ახალ თაობაში ინტერესს ქართული ანიმაციის განვითარება. სად ვართ ახლა? დიახ, გეტყვით, იცით რა რთულია მაგ ყველაფრის ერთი რამდენიმე სიტყვაში და რამდენიმე წინადადებაში წარმოდგენა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამას უნდა შევეხო, რომ ეს თემა ახსნა. დღეს არის ერთი მოდი შეიძლება კი ბატონო, დღეს არის ერთი დიდი პრობლემა, რომ
ის კონკურენცია, რომელიც არსებობს მსოფლიოში, სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სახით, რომელიც არის საეკრანო ფილმები, რა თქმა უნდა, მოითხოვს ძალიან დიდ რესურსს, არა მხოლოდ ტექნიკურს, არამედ ადამიანურ რესურსსაც ძალიან დიდს და ფინანსურ რესურსსაც ბუნებრივად დიდს მოითხოვს. ჩვენთან პრობლემა ის არის, რომ აი ამ წყვეტამ, ამ პერიოდმა, როდესაც შეიძლებოდა განვითარების სხვა ეტაპზე გადავსულიყავით, გამოიწვია ძალიან მცირე ინდივიდუალური ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებიც ჯამში სულ რო შეკრიბო ალბათ ერთ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს ვერ გააკეთებენ. იმდენად ცოტაა ეს საქართველოში. შესაძლებელია რომ კონცენტრირების შემთხვევაში რომ მოინდომოს თქვათ სახელმწიფომ ან რომელიმე ორგანიზაციამ ჩადოს დიდი ფული შეიძლება ნელა-ნელა თან გაზარდონ ანიმატორები თან ჩამოაყალიბონ ისეთი გუნდი რომელიც ამას შეძლებდა მაგრამ ძნელია გაუწიო კონკურენცია ამ ხელა სივრცეს მაშინ როცა არსებობს ძალიან დიდი სტუდიები Disney თქვათ Pixar და ასე შემდეგ და მათი მოზღვავებული პროდუქცია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თანამედროვე ეკრანებზე როგორი ხარისხია ხანდახან მე თვითონ რომელსაც ასე ტექნოლოგიის ძალიან დიდი არეალი გამაჩნია ცოდნის თვალსაზრისით რომ ვიცი როგორ კეთდება რანაირად კეთდება ხანდახან ვცვიფდები რომ ეს როგორ ქნეს ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი წარმატებას გისურვებ ჩვენ იმედს ვიტოვებთ რომ გაგრძელდება ქართული მულტფილმების რეანიმაცია და შევახსენოთ მაყურებელს რომ გადაცემის სტუმარი გახდათ კინოსტუდია ქართული ფილმის დირექტორთა საბჭოს წევრი ბატონი გიორგი ხარებალა. განვაგრძობთ გადაცემას რუბრიკით ცხოვრების ჯანსაღი წესი. ნინო თოთიაური მოგვიყვება იოდის და მისი მნიშვნელობის შესახებ ორგანიზმისთვის. მახოთ. კურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით იოდის გამოყენება დიდი ხნის წინ დაიწყეს და აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. იოდი უნიკალური სამკურნალო საშუალებაა, რასაც მისი მაღალი ბიოლოგიური აქტივობა და მოქმედების მრავალმხრივობა განაპირობებს. ადგილობრივი მოხმარების დროს იოდის პრეპარატებს კანის, ლორწოვანი გარსის, სადენზინფექციო და ანთების საწინააღმდეგოდ იყენებენ. გარდა ამისა, იოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია. ის ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება და უმთავრესად ცხოველური და მცენარეული საკვებით მიეწოდება. აღსანიშნავია, რომ დღეისთვის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული არაინფექციური დაავადება იოდის ნაკლებობაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით იოდის ნაკლებობას უამრავი ადამიანი განიცდის. მილიონობით ადამიანს კი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს, რასაც იოდის დეფიციტი იწვევს. საქართველოში ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. რისკ ჯგუფებს კი მიეკუთვნებიან ორსულები, მეძუძური დედები და ბავშვები. იოდი ორგანიზმში 57% ცხოველური და 33% მცენარეული საკვებიდან ხვდება. წყლიდან და ჰაერიდან ორგანიზმში მოხვედრილი იოდის წილი ძალიან მცირეა. მინერალურ წყლებში კი ეს ელემენტი შედარებით მეტია. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის პროდუქტები, კერძოდ ზღვის კომპოსტო, წყალმცენარეები და თევზი. ხილსა და ბოსტნეულში კი გარდა ისპანახისა იოდი უმნიშვნელო რაოდენობით არის. შედარებით მეტია ხორცში, რძესა და რძის ნაწარმში, ასევე კვერცხში, ბურღულეულში. იოდდეფიციტური დაავადების გამოვლინება იმდენად მრავალმხრივია, რომ სიმპტომებიც ძალზედ მრავალფეროვანია. ყველაზე გავრცელებული მაინც არის უმადობა, სწრაფი დაღლა, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, სმენის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება, გახშირებული თავის ტკივილები და დაქვეითებული იმუნიტეტი. იოდი არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების საშენი მასალა და როცა ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის იოდი, ეს იწვევს ჰორმონების ნაკლებობას და ვითარდება ჰიპოთირეოზი. დაავადება, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებას იწვევს. იოდდეფიციტის სამკურნალოდ იოდიზებული მედიკამენტების თვითნებურად მიღებისგან სპეციალისტები მოზარდებს და ზრდასრულებსაც თავშეკავებას ურჩევენ. დოზირება უმჯობესია ექიმთან შეთანხმებით განისაზღვროს, რადგან ზედმეტი იოდი ორგანიზმისთვის მავნებელია, ისევე როგორც მისი დეფიციტი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გადაცემას. გამოიცა პირველი ეპიგრაფიკული კორპუსი ბორჯომის ხეობაში არსებული წარწერების შესახებ თემაზე სტუდიაში თუ რა შევიდა უფრო ცლად ნაშრომში ისაუბრებს ავტორი თამაზ გოგოლაძე. დილამშვიდობისა ბატონო თამაზ, ძალიან დიდი მადლობა რომ გესტუმრეთ. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. ბატონო თამაზ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაშრომი, ახლა რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. საინტერესოა რომელი პერიოდის ეპიგრაფიკული წარწერები შევიდა და რითი არის გამორჩეული ეს ნაშრომი, რითია მნიშვნელოვანი. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ეს ნაშრომი შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით
რისთვისაც დიდ მადლობას მოვხსენებთ ფონდს. წინამდებარი კორპუსი გახლავთ დღევანდელი, ანუ სახელწოდება არის თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო და აქ შედის დღევანდელი ბორჯომის რაიონის ისტორიული წარწერები, რომელიც შესრულებულია ეკლესიის კედლებზე, საფლავის ქვებზე. და ასევე წარწერების ნაწილი კი გადატანილია ადგილობრივ ბორჯომის მხარეთმცოდნეობით თუ თბილისის მუზეუმებში. სიმონ ჯანაშიას სახელობის და შალვა ამინანიშვილის სახელობის მუზეუმებში. ნაშრომი არის ორენოვანი, ქართულ და ინგლისურ ენაზე. და სწორედ ეს არის პირველი პრეცედენტი ამ კუთხით, ამ წარწერები დღემდე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში წარწერები გამოცემული იყო მხოლოდ ქართულ ენაზე და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კორპუსი გავაკეთებია ორენოვანი და ამისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ ლადო მირიანაშვილს, რომელსაც ეკუთვნის თარგმანი, რომ უცხოელი სპეციალისტებისთვისაც საინტერესო ხელმისაწვდომი იყოს აღნიშნული კორპუსი. აქ არის წარმოდგენილი წარწერები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. მე-9 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით. მოგეხსენებათ თორის ხეობა, ისტორიული თორი გახლავთ მნიშვნელოვანი ისტორიული მხარე, ერთიანი საქართველოს დროს და შემდგომ პერიოდებშიც. და აქ არის ძირითადად წარწერები არის შინაარსობრივი თვალსაზრისით, შემდეგი კატეგორიებად იყოფა: სავედრებელი წარწერები, სააღმშენებლო წარწერები, საფლავის ქვის ეპიტაფიები და იურიდიული ხასიათის, ანუ სააღაპე ერთ-ერთი არის მე-13-მე-14 საუკუნის სააღაპე წარწერა. და ახლა გარეკანზე რაც აქვს გამოსახული წიგს, კიდევაც ეს არის ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესიის მოდელი, რომელიც არის მე-12-მე-13 საუკუნეებით დათარიღებული და ის გახლავთ ცნობილი ისტორიული მოღვაწის მე-12-მე-13 საუკუნეში მოღვაწე გამრეკლ თორელის მეუღლის დიოფალ ვანენის მემორიალური ძეგლი. და სხვა შორის აღნიშნული წარწერა აქამდე ასე აქტიურად არ იყო თორელთა ფეოდალური სახლის ისტორიისათვის გამოყენებული და პირველად ამ აღნიშნულ წარწერაზე ბატონ ვალერი სილოგავამ გააკეთა აქცენტი და მან აღნიშნულ წარწერაში მოხსენებული გამრეკლ თორელი გაიგივა თამარ მეფის დროინდელ მოღვაწე ამირსპარსალარ და ამილახორ გამრეკლ თორელთან. დიახ. საერთოდ მე-12 საუკუნის მოღვაწე. ჩვენ უფრო გავაფართოვეთ ქრონოლოგია და მე-12-მე-13 საუკუნეებით გავათარიღეთ, რადგან მე-13 საუკუნეშიც ყავს გამრეკლ თორელი, რომელიც გახლავთ ერთიანი საქართველოს სამეფო კარზე მეჭურჭლეთო ხუცესის თანამდებობას ფლობს და აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ თარიღი არ აქვს წარწერის. დიახ. უფრო ვაფართოვებ წარწერის ქრონოლოგიას და მას მე-12-მე-13 საუკუნეში. რას გვაუწყებს ეს წარწერები საინტერესოა? ზოგადად ეპიგრაფიკის მნიშვნელობაზე რომ ვკითხავთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ჩვენ სწორი ინფორმაციას გვაძლევს მიმდინარე ისტორიული პროცესების შესახებ? სწორედ ეგ უპირატესობა აქვს ეპიგრაფიკულ ძეგლებს ნარეტიულ წყაროებისგან განსხვავებით, როდესაც ესათვის მემატიანე წერს ისტორიას, ის არის ტენდენციური, ან სამეფო კარის ისტორიკოსია, ან შეიძლება დაპირისპირებულ ბანახშია და წარწერა არის უშუალოდ უტყუარი წყარო იმისა თუ რა ხდებოდა იმ დროინდელ საქართველოში, ან იმ დროინდელ კონკრეტულ სიტუაციაში, რაზეც არის ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, აი სწორედ აქ ფოთოლეთის ეკლესია მდებარეობს ახალდაბიდან სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში. წმინდა გიორგის თუ არა სხვა ეკლესიაზე? აი აქამდე მიჩნეული იყო ჩვენამდე, რომ 2008 წლამდე რომ ეს იყო გრიგო ხანძთელის მიერ დაარსებული კვირიკე წმინდა ქრისტეფორეს მიერ. მეც ასე ვიცოდი. და სწორედ 2008 წელს აქ აღმოჩნდა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა ნაკაწრი წარწერები, სადაც მავედრებლები მიმართავენ წმინდა გიორგის და მეოხებას ითხოვენ წმინდა გიორგისგან. ეს არის ასომთავრული, მხედრული და ნუსხური თუ არ ვწდები, ხო? ნუსხური წარწერები. და ასევე მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩიტახევის ეკლესია, მწვანე მონასტერი იგივე. და აქაც აი 2012 წელს ადგილობრივმა მოწესეებმა გამოავლინეს სანტეფიქსის წარწერა წმინდა გიორგის მოხსენიებით, რაც აპრიორია იმისა, რომ ტაძარი მე-19 საუკუნეებში აშენდა წმინდა გიორგის სახელზე. და აი აქედან გამომდინარე დაგვრჩა ქვაბისხევისთან მდებარეობს. ობიექტური დოკუმენტია, ხო ეს წარწერები? ობიექტური დოკუმენტი ვერ გავექცევით ამ დოკუმენტს, პირდაპირ წერია წმინდა გიორგიდან. ამას ვერ გავექცევით. აქედან გამომდინარე არის აქ ამ კორპუსში არის ასევე შესული ახალი მასალაც. ხო, ანუ არის რაღაცა მასალა, რაც აქამდე ჯერ არ გამოქვეყნებულა. ჯერ არ გამოქვეყნებულა. ჩვენამდე იყო სადღაც 30-მდე ლაპიდარული ნაკაძი თუ ფრესკული წარწერა. ახლა არის 50 წარწერა, დაალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, არქეოლოგრაფიული აღწერილობით.
ასევე არის სრული წაკითხვები წინა ავტორებმა თუ რა გააკეთეს ჩვენამდე და ჩვენ რა გავაკეთეთ, რომ მკითხველმა გამიჯნოს ჩვენამდე რა გაკეთდა და ჩვენ რა შევასრულეთ, რა ტიპის სამუშაო შევასრულეთ. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო, აქ არის გიორგი ბრწყინვალის დროინდელი დაბის ეკლესიის საამშენებლო წარწერა, სადაც მოლარეთო ქუცეს იხსენიება 1333 წლის და აქამდე სხვათა შორის აი ბორჯომშის დღემდე ესე იციან რომ ეს არის წმინდა გიორგის სახელობის. და აი ტექსტში პირდაპირ არის მიმართვა ღვთისმშობლისადმი. სიტყვისა ღვთისა ხორჩესხმისა მიზეზო. ანუ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობის. ანუ ზოგადად ჩვენ ცოდნას ეს წარწერები უფრო აღმავებს. ასევე არის შალვა ახალციხელის წარწერა ტიმოთეს უნის ეკლესიიდან, საიდანაც მხოლოდ ამ წარწერით ვგებულობთ, რომ ის იყო ერისთავთ. სხვა წარწერებში ის იხსენიება როგორც მანდატურ თუ ხუცესად, მეჭურჭლე თუ ხუცესად. და აი სწორედ ერთადერთი საბუთია ეს, რომ ერისთავთ ქრისტე შეიწყალე, შალვა ერისთავთ სულითა ამენ. აი წარწერების დათარიღების საფუძველს რა იძლევა ხოლმე, თუ კი ვთქვათ ამოკაწრვა, ან არ იკითხება, ან არ არის დატანილი კონკრეტულ აღმოჩენის დროს. ანუ პარალელური მასალა რა ჩვენამდეა გამოყენებული, უდარებთ გრაფემების მოხაზულობას და იქიდან გამომდინარე ვათარიღებთ ამ წარწერებს. თუ შეიძლება ითქვას, რომ აი რომელიმე პერიოდის წარწერები არის გაცილებით ინფორმაციული და უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის, შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე პერიოდი ამ თვალსაზრისით? აი განსაკუთრებით ახლა ბორჯომის ხეობის მაგალითზე გეტყოდით, აი მე-12-13 საუკუნის წარწერები უფრო შედარებით ასე თუ ისე უფრო გვიანდელებიც არის უფრო, მაგრამ აი მაგალითად არის შოთა და იას წარწერა. ქვაბის ხევში არის ფრესკული გამოსახულებები, ეს ცნობილია ქართული ისტორიოგრაფიისათვის და ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის და ეს პირველად ნახა ნიკო ბერძენიშვილმა 1947 წელს. და აქედან მოყოლებული მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ აქ მოხსენებული შოთა უნდა იყოს შოთა რუსთაველი. ასე რომ არაერთი ექსპედიცია მოეწყო აქ აღნიშნულ ტაძარში ამ წარწერის შესწავლის მიზნით და აი წინამდებარე კორპუსში ცალკე თავი სპეციალურად მიუძღვენით ამ წარწერის შესწავლის ისტორიას. და ასევე მოვიტანეთ ახალი მასალა, რომელიც სულ ახლახანს, ანუ რამოდენიმე წლის უკან აღმოჩნდა, გამოვლინდა. ეს არის სინას მთაზე ხელნაწერები ბატონ ზაზა ალექსიძემ, აკადემიკოსმა ზაზა ალექსიძემ გამოავლინა რუისთაველთა ფეოდალური სახლი და ანუ მეცნიერთა ორადაა გაყოფილი მეცნიერთა აზრი, რომ შოთა იყო მესხეთიდან და შოთა იყო კახეთის რუსთავიდან. და აი ბატონი ზაზა ფიქრობს, რომ ეს უნდა იყოს დღევანდელი რუსთავი და რუსთავს ფლობდნენ და აქედან გამომდინარე უნდა იყოს რუისთაველთა ფეოდალური სახლი. საინტერესო. ბატონო აი 2012 წელს ქვემო ქართლში გუდარეხის ახლობლად ღორისთავის ეკლესიის ნანგრევებია. ადგილობრივმა ბერებმა გამოავლინეს ქვაჯვარა მე-19 საუკუნეების, სადაც ასევე იხსენიება ვინმე რუისთაველი, რომლის სახელზეც აღიმართა ეს ჯვარი. ასე რომ ერთი მხრივ ვაჩვენეთ შესწავლის ისტორია ამ წარწერების, მოვიტანეთ ახალი მასალა. თუმცა ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. თუმცა დასაფასებელია ის შრომა, რაც აი ერთი გადახედვით და გადაფურცლით ჩადებული აი ამ ნაშრომის მომზადებაში, გილოცავთ გამოცემას ამ წიგნისა და დარწმუნებული ვარ, რომ თავად ბორჯომელებიც დაინტერესდებიან. და დარგის სპეციალისტებისთვის არის ნამდვილი განძი, იმიტომ რომ აი დაინტერესდა მეც ბორჯომიდან ავარ და ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობა იყო ამ წიგნის მომზადება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო თამაზ. შევახსენოთ მაყურებელს, რომ ნაშრომის თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო, ავტორი თამაზ გოგოლაძე საუბრობდა სტუდიაში. დღევანდელ გადაცემას კი გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე უძღვებოდით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. ბედნიერ დღეს გისურვებთ. მეც ვიდრე დაგემშვიდობებით. მოკლედ შეგახსენებთ, რომ დღეს ავტოკეფალის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდეს და უნიტარისი ილია მეორისიონის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელ პარაკლის აღავლენს 12 საათზე და სრული შემთხვევაში შეგიძლიათ რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.